ვიდეო ფუნდამენტური ბარიერების შესახებ, რომლებიც კოსმოსურ ექსპანსიას თითქმის შეუძლებელს ხდის. მთავარი თეზისი. რადიაცია კოსმოსური ციხის 6 კედლიდან მხოლოდ ერთია. რაკეტის განტოლების ტირანია, სხეულის ბიოლოგიური ამბოხება უწონადობაში, ფსიქოლოგიური იზოლაცია, სინათლის სიჩქარის ზღვარი და ენერგეტიკული უფსკრული გადაულახავ ბარიერს ქმნიან. მაყურებლის ტრანსფორმაცია. კოსმოსური კოლონიზაციის გარდაუვალობის რწმენიდან იმის გაგებამდე, რომ დედამიწა არ არის ციხე, არამედ აკვანი, რომელიც უნდა დავიცვათ. სწორედ ახლა, ამ წამს, როცა თქვენ ამ სიტყვებს კითხულობთ, თქვენი სხეული ასრულებს ოპერაციას, რომელიც კოსმოსში შეუძლებელი იქნებოდა. თქვენი გული ატუმბავს 5 ლიტრ სისხლს წუთში, ზუსტად იმ მიმართულებით, რომელსაც გრავიტაცია უკარნახებს. თქვენი ძვლები ინარჩუნებენ სიმკვრივეს, რომელიც მილიონობით წლის ევოლუციამ შექმნა ერთი კონკრეტული პლანეტის ზედაპირზე ცხოვრებისთვის. თქვენი ვესტიბულარული აპარატი, შიდა ყუში მოთავსებული, ყოველ მილიწამში ამუშავებს ინფორმაციას, სად არის ქვემოთ და სად ზემოთ. ეს არ არის უბრალოდ ბიოლოგია. ეს არის ციხე, რომელიც 4 მილიარდი წლის განმავლობაში აშენდა, უჯრედი უჯრედზე, გენი გენზე. და ჩვენ ვცდილობთ მისგან გაქცევას. 2021 წელს, როდესაც ელონ მასკმა განაცხადა, რომ ადამიანები მარსზე 2024 წლისთვის გაგზავნის, მსოფლიო აღფრთოვანდა. როდესაც ჯეფ ბეზოსი ლაპარაკობს ტრილიონ ადამიანზე, რომლებიც მზის სისტემაში იცხოვრებენ, ჩვენ ხედავთ მომავალს. როდესაც NASA გეგმავს მთვარის ბაზას, ჩვენ ხედავთ პროგრესს. მაგრამ არავინ გვეუბნება იმ 6 ფუნდამენტურ კედელზე, რომლებიც ამ ოცნებებს გარს აკრავს. რადიაცია. ეს მხოლოდ პირველი კედელია. და შესაძლოა არც ყველაზე საშიში. წარმოიდგინეთ ციხე 6 კედლით. გარე კედელი კოსმოსური რადიაცია, ყველაზე ხილულია. მეორე კედელი რაკეტის განტოლების ტირანია. განსაზღვრავს რამდენს შეგიძლიათ წაიღოთ და რამდენად შორს წახვიდეთ. მესამე კედელი თქვენი სხეულის ბიოლოგიური ამბოხება. იწყება პირველივე დღიდან უწონადობაში. მეოთხე კედელი ფსიქოლოგიური იზოლაცია. არ ჩანს სკანერებზე, მაგრამ კლავს ისევე ეფექტურად. მეხუთე კედელი სინათლის სიჩქარის ზღვარი. აქცევს ვარშკლავებს მიუწვდომელ ციხეებად. მეექვსე კედელი ენერგეტიკული უფსკრული. ნიშნავს, რომ თითოეული კილოგრამი, რომელსაც კოსმოსში აგზავნით, მოითხოვს იმდენ ენერგიას, რამდენსაც მცირე ქალაქი წელიწადში მოიხმას. ჰარვარდის უნივერსიტეტში 2019 წელს ასტროფიზიკოსმა ავი ლოებმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც კოსმოსური ექსპანსიის ენთუზიასტები შეაშფოთა. მან გამოთვალა, რომ მარსზე მოგზაურობისთვის საჭირო რადიაციული დაცვა, საკვები, წყალი და ჟანგბადი იმდენად გაზრდის ხომალდის მასას, რომ საჭირო საწვავის რაოდენობა ექსპონენციურად იზრდება. ეს არ არის ინჟინერიული პრობლემა, ეს არის ფიზიკის პრობლემა და ფიზიკა არ ვაჭრობს. მაგრამ დავიწყოთ იქიდან, სადაც ყველა იწყებს, რადიაციიდან. რადგან ეს არის ის, რაზეც ყველა საუბრობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაშინებს და ეს არის ის, რაც სინამდვილეში შესაძლოა ყველაზე ნაკლებად საშიშია იმ 6 კედლიდან, რომლებიც გვაკრავს. დედამიწის ზედაპირზე ამ წამს თქვენ დაცულები ხართ. არა იმიტომ, რომ კოსმოსი უსაფრთხოა, ის არ არის. არამედ იმიტომ, რომ თქვენს თავს ზემოთ არის 2 უზარმაზარი ფარი, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდნენ. პირველი ფარი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწის გულში მდნარი რკინის ოკეანემ შექმნა. ეს ველი ვრცელდება 10,000 კილომეტრით კოსმოსში და აფრენს მზის ქარს. დამუხტული ნაწილაკების ნაკადს, რომელიც მზიდან მილიონ კილომეტრზე მეტი სიჩქარით მოძრაობს. მეორე ფარი, ატმოსფერო, ჰაერის ოკეანე, რომელიც თქვენს თავს ზემოთ 10 ტონის წნევას ქმნის და აშლის კოსმოსურ სხივებს, სანამ ისინი თქვენს უჯრედებამდე მიაღწევენ. ამ ფარების გარეშე რადიაცია არ არის უბრალოდ საფრთხე. ის არის მუდმივი უხილავი ბომბარდირება, რომელიც თქვენს დნმ-ს ყოველ წამს ანგრევს. გალაქტიკური კოსმოსური სხივები, ატომის ბირთვები, რომლებიც სუპერნოვების აფეთქებებმა სინათლის სიჩქარის 90%-მდე აჩქარა, გასწვდებიან ნებისმიერ დაცვას. მზის პროტონული მოვლენები, მაგნიტური ქარიშხლები, რომლებიც მზის ზედაპირზე ხდება, გამოყოფენ რადიაციის ისეთ დოზებს, რომლებიც ადამიანს საათებში მოკლოს. ნეიტრონები, გამა სხივები, მძიმე იონები, კოსმოსი სავსეა უხილავი ტყვიებით, რომლებიც არასოდეს წყვეტენ სროლას. NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის რადიაციული ჯანმრთელობის ოფისში მეცნიერები ათვლიან. ისინი ითვლიან მილისივერტებს, რადიაციის დოზის ერთეულებს. დედამიწაზე საშუალო ადამიანი ირებს დაახლოებით 3 მილისივერტს წელიწადში ბუნებრივი წყაროებიდან. კოსმოსური სხივები, რომლებიც ატმოსფეროს გასვნენ, რაც გასვნენ რადონი ნიადაგში, რადიაციას აფში. აკვებში
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები იღებენ 150 მილისივერტს წელიწადში, 50 ჯერ მეტს. მარსზე მოგზაურობისთვის მხოლოდ გზაში 6 თვეში ასტრონავტი მიიღებს 300 მილისივერტს. ეს არის ექვივალენტი 10 სრული სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფიისა. მაგრამ ეს მხოლოდ რიცხვებია. რეალობა უფრო რთულია. რადიაცია არ არის ერთგვაროვანი. გალაქტიკური კოსმოსური სხივები, მძიმე იონები, რომლებიც სინათლის სიჩქარის 90%-ით მოძრაობენ, გასწვდებიან ნებისმიერ ფარს. როდესაც ისინი თქვენს სხეულში შედიან, ისინი არ უბრალოდ აზიანებენ უჯრედებს. ისინი ქმნიან კასკადს. ერთი მძიმე იონი ანგრევს ათობით ატომს, რომლებიც თავის მხრივ ანგრევენ ასობით სხვა ატომს. ეს არის მიკროსკოპული აფეთქება თქვენს ქსოვილში. კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან-ფრანცისკოში 2018 წელს ნეირომეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც კოსმოსური ექსპანსიის მომხრეები შეაშფოთა. მათ აიღეს თაგვები და დაასხივეს მათ იმ ტიპის რადიაციით, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსში შეხვდებიან. არა მაღალი დოზებით, ზუსტად იმ დოზებით, რომლებსაც მარსზე მოგზაურობისას მიიღებდნენ. შედეგი იყო შემაშფოთებელი. ოთებელი, თაგვების ტვინში ნეირონები დაიწყეს დეგრადაცია. სინაფსები, კავშირები ნეირონებს შორის, შემცირდა 30%-ით. თაგვები დაკარგეს უნარი სივრცეში ორიენტირებისა. მათი მეხსიერება გაუარესდა. მათი გადაწყვეტილების მიღების უნარი დაზიანდა. ეს იყო თაგვები. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 6 თვეს კოსმოსში ატარებს, მარსზე მიემართება და მისი ტვინი ნელა იშლება. არა იმიტომ, რომ დოზა ძალიან მაღალია, არამედ იმიტომ, რომ ის მუდმივია. ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათს უხილავი ტყვიები გასწვდებიან თქვენს ქალას და ანგრევენ იმას, რაც გხდით თქვენ. თქვენს მეხსიერებას, თქვენს პიროვნებას, თქვენს უნარს იფიქროთ. და ეს მხოლოდ ტვინია. რადიაცია აზიანებს ყველაფერს. თვალის ბროლის უჯრედები, ყველაზე მგრძნობიარე უჯრედების სხეულში, იწყებენ დეგრადაციას. ასტრონავტები, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვეს ატარებენ, ხშირად უჩივიან მხედველობის გაუარესებას. კატარაქტა, თვალის ბროლის დაბინდვა, ვითარდება წლებით ადრე ვიდრე ნორმალურად მოხდებოდა. ზოგიერთ ასტრონავტს უვითარდება ეგრეთ წოდებული კოსმოსური ნეიროოკულარული სინდრომი, მდგომარეობა, სადაც თვალის ბროლი იცვლის ფორმას და მხედველობა მუდმივად ზიანდება. ბული და სისხლძარღვები. რადიაცია აჩქარებს ათეროსკლეროსს, სისხლძარღვების გამკვრივებას. ასტრონავტები, რომლებიც აპოლოს მისიებში მონაწილეობდნენ და მთვარეზე იყვნენ, სადაც რადიაციის დოზა უფრო მაღალია ვიდრე დაბალ დედამიწის ორბიტაზე, გარდაიცვალნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 5 ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ასტრონავტები, რომლებიც არასოდეს დატოვეს დედამიწის ორბიტა. ეს არ არის შემთხვევა. ეს არის სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება რაღაცას ფუნდამენტურს. კოსმოსი კლავს, ნელა, უხილავად, მაგრამ გარდაულად. იმუნური სისტემა. რადიაცია ანგრევს ძვლის ტვინს, სადაც წარმოიქმნება თეთრი სისხლის უჯრედები. ასტრონავტები კოსმოსში უფრო მგრძნობიარენ ინფექციებისადმი. ვირუსები, რომლებიც მათ სხეულში უძინარ მდგომარეობაში იყვნენ, ჰერპესი, ვარიცელა ზოსტერი, იწყებენ რეაქტივაციას. კოსმოსში თქვენი იმუნური სისტემა ნელა ქრება და თქვენი სხეული ხდება ველი ბრძოლისთვის მიკრობებსა და ვირუსებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც თქვენ აღარ შეგიძლიათ ბრძოლა. და კიბო? ეს არის ის, რაზეც ყველა საუბრობს. NASA-ს მეცნიერები ათვლიან რისკის ექსპოზიციას დაშვებული კარიერისთვის. ალბათობას, რომ ასტრონავტს განუვითარდება ფატალური კიბო რადიაციის გამო. დედამიწის დაბალ ორბიტაზე 6 თვეში ეს რისკი იზრდება დაახლოებით 3%-ით. მარსზე მოგზაურობისთვის 6 თვეს გზაში 1 წელს მარსზე 6 თვეს უკან, ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს 5-დან 10%-მდე. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეათე ასტრონავტი, რომელიც მარსზე წავა, მოკვდება კიბოსგან, რომელიც მოგზაურობამ გამოიწვია. მაგრამ აქ არის ის, რაც NASA-ს არ გეუბნებათ. ეს რიცხვები დაფუძნებულია ჰიროშიმისა და ნაგასაკის გადარჩენილთა მონაცემებზე. ადამიანებზე, რომლებმაც მიიღეს მაღალი დოზა რადიაცია მოკლე დროში. მაგრამ კოსმოსური რადიაცია განსხვავებულია. ის არ არის ერთითი აფეთქება. ის არის მუდმივი დაბალი დოზის ექსპოზიცია, თვეების და წლების განმავლობაში. და ჩვენ არ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს ადამიანის სხეულზე, რადგან არავინ არასოდეს ყოფილა კოსმოსში იმდენ ხანს, რამდენიც მარსზე მოგზაურობას დასჭირდება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები ატარებენ 6 თვეს, ზოგჯერ 1 წელს. მაგრამ ისინი დედამიწის ორბიტაზე არიან, სადაც დედამიწის მაგნიტური ველი ჯერ კიდევ უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას. მარსზე მოგზაურობა ნიშნავს დედამიწის მაგნიტური ველის დატოვებას, გასვლას ღია კოსმოსში,
სადაც არაფერია თქვენსა და galaktikis სრულ რადიაციულ სიმძლავრეს შორის. მეცნიერები ცდილობენ გადაწყვეტილებების პოვნას. წყლის ფარები, ტანკები, რომლებიც ხომალდის კედლებში ჩაშენებულია და სავსეა წყლით, რომელიც აშლის რადიაციას. მაგრამ წყალი მძიმეა. ყოველი ლიტრი წყალი არის 1 კილოგრამი მასა, რომელიც უნდა გაიტანოთ დედამიწის გრავიტაციული ჭიდან. და რაკეტის განტოლება, ის მეორე კედელი, გვეუბნება, რომ ყოველი დამატებითი კილოგრამი მოითხოვს ექსპონენციურად მეტ საწვავს. მაგნიტური ფარები, ხელოვნური მაგნიტური ველები, რომლებიც ხომალდს გარს აკრავს და აფრენს დამუხტულ ნაწილაკებს. მაგრამ ასეთი ველის შესაქმნელად საჭირო ენერგია უზარმაზარია და ის არ იცავს galaktikuri კოსმოსური სხივებისგან, ნეიტრალური ნაწილაკებისგან, რომლებიც მაგნიტურ ველებს არ ემორჩილებიან. რეგოლიტის თავშესაფრები, სტრუქტურები, რომლებიც მარსის ან მთვარის ნიადაგით არის დაფარული. მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ადამიანები იცხოვრონ მიწის ქვეშ, გამოქვაბულებში, მუდმივ სიბნელეში. და თუნდაც 100 მეტრი რეგოლიტი თქვენს თავზე, galaktikuri კოსმოსური სხივები მაინც გასწვებია. ფარმაკოლოგიური კონტრმეთოდები, წამლები, რომლებიც ზრდიან სხეულის უნარს აღადგინოს რადიაციული ზიანი. მაგრამ ასეთი წამლები არ არსებობს. ჩვენ ვცდილობთ მათ შექმნას, მაგრამ რადიაციული ზიანი ისეთი ფუნდამენტურია, ის ანგრევს დნმ-ს, ცილებს, უჯრედის მემბრანებს, რომ არ არსებობს ერთი წამალი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გამოსწორება. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. რადიაცია, ეს პირველი კედელი, ეს ყველაზე ხილული საფრთხე. შესაძლოა ყველაზე ადვილად გადასალახი იყოს, რადგან სულ მცირე ჩვენ ვიცით რა არის პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ის. ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ მილისივერტები და გამოვთვალოთ რისკები. მაგრამ მეორე კედელი, რაკეტის განტოლების ტირანია, არის რაღაც უფრო ფუნდამენტური. ის არ არის ინჟინერიული პრობლემა. ის არის მათემატიკური შეზღუდვა, რომელიც ფიზიკის კანონებშია ჩაწერილი. წარმოიდგინეთ, რომ გსურთ მარსზე გაგზავნოთ ხომალდი. არა მცირე კაფსულა 2 ასტრონავტით. რეალური ხომალდი, რომელსაც შეუძლია 6 ადამიანის გადაყვანა, მათი სიცოცხლის უზრუნველყოფა 6 თვის განმავლობაში და მათი უსაფრთხოდ მარსზე დაშვება. ეს ხომალდი უნდა იყოს უზარმაზარი. მას სჭირდება საცხოვრებელი მოდული, სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ, იძინონ, იმუშაონ. მას სჭირდება სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემები, აპარატები, რომლებიც აწარმოებენ ჟანგბადს, ფილტრავენ ნახშირორ ჟანგს, რეციკლირებენ წყალს. მას სჭირდება საკვები. 6 ადამიანს დღეში დაახლოებით 6 კილოგრამი საკვები სჭირდება, რაც ნიშნავს 1090 კილოგრამს 6 თვეში. მას სჭირდება წყალი. თუ არ გაქვთ სრულყოფილი რეციკლირების სისტემა, რომელიც არასოდეს ჩაიშლება, თქვენ უნდა წაიღოთ რეზერვები. მას სჭირდება რადიაციული დაცვა. წყლის ფარები ან ტყვიის ფარები ან რაიმე სხვა მასიური მასალა. მას სჭირდება სამედიცინო აღჭურვილობა, სამეცნიერო ინსტრუმენტები, სარეზერვო ნაწილები და ყველა ეს საცხოვრებელი მოდული, სასიცოცხლო უზრუნველყოფა, საკვები, წყალი, დაცვა, აღჭურვილობა არის ტვირთი, მასა. და ყოველი კილოგრამი მასა, რომელსაც გსურთ მარსზე გაგზავნოთ, მოითხოვს საწვავს. მაგრამ საწვავი თავად არის მასა, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ მეტი საწვავი, რომ გაიტანოთ საწვავი. რაც ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ კიდევ უფრო მეტი საწვავი, რომ გაიტანოთ ის საწვავი, რომელიც საჭიროა საწვავის გასის გასატანად. ეს არის რაკეტის განტოლება. და ის არის ტირანი. კონსტანტინე ციოლკოვსკიმ, რუსმა მეცნიერმა, რომელიც ცხოვრობდა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჩამოაყალიბა ეს განტოლება 1910 წელს. ის არის მარტივი, ელეგანტური და დამანგრეველი. განტოლება გვეუბნება, რომ რაკეტის საბოლოო სიჩქარე დამოკიდებულია ორ რამეზე: საწვავის ამონაბოლქვის სიჩქარეზე და რაკეტის საწყის მასასა და საბოლოო მასას შორის თანაფარდობაზე. რაც უფრო მეტი საწვავი გაქვთ საწყისი მასის პროპორციაში, მით უფრო სწრაფად შეგიძლიათ წახვიდეთ. მაგრამ ეს თანაფარდობა ექსპონენციურია. წარმოიდგინეთ, რომ გსურთ გააგზავნოთ 1 ტონა ტვირთი მარსზე. თქვენ გჭირდებათ დაახლოებით 9 ტონა საწვავი, რომ გაიტანოთ ის დედამიწის ორბიტაზე. მაგრამ ეს 9 ტონა საწვავი თავად არის მასა, რომელიც უნდა გაიტანოთ. ასე რომ თქვენ გჭირდებათ კიდევ დაახლოებით 90 ტონა საწვავი, რომ გაიტანოთ ის 9 ტონა. მაგრამ ის 90 ტონა თავად არის მასა. ასე რომ თქვენ გჭირდებათ კიდევ დაახლოებით 810 ტონა საწვავი. და ასე გაგრძელდება ექსპონენციურად, სანამ არ მიაღწევთ წერტილს, სადაც რაკეტის 99% არის საწვავი და მხოლოდ 1% არის ტვირთი. ეს არ არის თეორია, ეს არის რეალობა. სატურნ 5, რაკეტა, რომელმაც ასტრონავტები მთვარეზე გაგზავნა, იწონიდა 3090 ტონას გაშვებისას.
მისი ტვირთი, აპოლოს კაფსულა და მთვარის მოდული იწონიდა 55 ტონას. ეს ნიშნავს, რომ რაკეტის 99% იყო საწვავი და ეს იყო მხოლოდ მთვარემდე მისასვლელად 390,000 კილომეტრზე. მარსი არის 250 მილიონ კილომეტრზე, 630 ჯერ უფრო შორს და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. ქიმიური რაკეტები, ტიპი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, აქვთ ფიზიკური ზვარი ამონაბოლქვის სიჩქარეზე. ყველაზე ეფექტური ქიმიური საწვავი, წყალბადი და ჰაერი, აქვს ამონაბოლქვის სიჩქარე დაახლოებით 4 კილომეტრი წამში. ეს არის ფიზიკური ზღვარი. თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ უფრო მეტი ენერგია ქიმიური რეაქციიდან. რაც ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გააუმჯობესებთ ინჟინერიას, თქვენ ყოველთვის იქნებით შეზღუდული ამ ექსპონენციური განტოლებით. იონური ძრავები, ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ელექტრულ ველებს ატომების დასაჩქარებლად, აქვთ უფრო მაღალი ამონაბოლქვის სიჩქარე, დაახლოებით 50 კილომეტრი წამში. მაგრამ მათი ბიძგი ისეთი სუსტია, რომ მათ წლები სჭირდებათ რაკეტის მნიშვნელოვან სიჩქარემდე დასაჩქარებლად. და ისინი მოითხოვენ უზარმაზარ ელექტროენერგიას, რაც ნიშნავს მზის პანელებს ან ბირთვულ რეაქტორებს, რომლებიც თავად არის მასა, რომელიც უნდა გაიტანოთ. ბირთვული ძრავები. ძრავები, რომლებიც იყენებენ ბირთვულ დაშლას ან სინთეზს, შეიძლება მიაღწიონ ამონაბოლქვის სიჩქარეს 100-დან 1000 კილომეტრამდე წამში. მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ავაშენეთ მუშა ბირთვული რაკეტა. ტექნოლოგია არის თეორიული და თუნდაც ავაშენოთ ის, რაკეტის განტოლება მაინც მოქმედებს. თქვენ მაინც გჭირდებათ საწვავი, რომელიც თავად არის მასა. და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამანგრეველია. წარმოიდგინეთ, რომ გსურთ გააგზავნოთ არა მხოლოდ 6 ადამიანი მარსზე, არამედ კოლონია, 100 ადამიანს, 1000 ადამიანს, მილიონ ადამიანს. ყოველი ადამიანი მოითხოვს საკვებს, წყალს, ჟანგბადს, თავშესაფარს, აღჭურვილობას. ყოველი ადამიანი არის მასა. და რაკეტის განტოლება გვეუბნება, რომ ყოველი დამატებითი კილოგრამი მოითხოვს ექსპონენციურად მეტ საწვავს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2021 წელს ინჟინრებმა გამოთვალეს, რა დასჭირდებოდა მარსზე თვითმყოფადი კოლონიის გასაგზავნად. არა მცირე ბაზა, რომელიც დამოკიდებულია დედამიწის მიწოდებაზე, რეალური კოლონია, რომელსაც შეუძლია საკუთარი საკვების წარმოება, საკუთარი წყლის რეციკლირება, საკუთეციკლირება, საკუთარი აღჭურვილობის შეკეთება. მათ გამოთვალეს, რომ ასეთი კოლონიისთვის, მხოლოდ 100 ადამიანზე, დასჭირდებოდა დაახლოებით 5000 ტონა აღჭურვილობის, მასალების და მარაგების გაგზავნა. 5000 ტონა. ამჟამინდელი ტექნოლოგიით 1 ტონის მარსზე გაგზავნა ღირს დაახლოებით $200 მილიონ. 5000 ტონა იქნებოდა 1 ტრილიონი დოლარი. მხოლოდ გაშვებისთვის, არა კვლევისთვის, არა განვითარებისთვის, არა ინფრასტრუქტურისთვის. მხოლოდ რაკეტის საწვავისთვის. და ეს არის მხოლოდ მარსი. მარსი არის ჩვენი უახლოესი მეზობელი, პლანეტა, რომელიც ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან მზის სისტემაში. იუპიტერის მთვარეები, ევროპა, რომელსაც აქვს ყინულის ქვეშ ოკეანე, ან ტიტანი, რომელსაც აქვს ატმოსფერო და თხევადი ტბები, არიან 10 ჯერ უფრო შორს. ვარსკვლავები? უახლოესი ვარსკვლავი, პროქსიმა ცენტავრი, არის 50 ტრილიონ კილომეტრზე. ამჟამინდელი ტექნოლოგიით მოგზაურობა იქამდე დასჭირდებოდა 90,000 წელს. რაკეტის განტოლება არ არის ინჟინერიული პრობლემა, ის არის ფიზიკის პრობლემა. და ფიზიკა არ ვაჭრობს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გადავჯრით ამ პრობლემას. წარმოიდგინეთ, რომ ვიპოვეთ ახალი ტიპის ძრავა, შესაძლოა ბირთვული სინთეზის ძრავა, რომელიც შეუძლია მიაღწიოს ამონაბოლქვის სიჩქარეს 1000 კილომეტრზე წამში. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ავაშენეთ უზარმაზარი ხომალდი ორბიტაზე, სადაც არ გვჭირდება დედამიწის გრავიტაციული ჭიდან გატანა. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, ინჟინერია, ეკონომიკა, პოლიტიკა იდეალურად მუშაობს. ჩვენ ვაშენებთ ხომალდს, ვტვირთავთ მას 6 ასტრონავტს და ვაგზავნით მარსისკენ. 6 თვეში, როდესაც ისინი მარსს მიუახლოვდებიან, ისინი აღარ იქნებიან ადამიანები, რომლებიც დედამიწას დატოვეს. მათი სხეულები იქნება ველი ბრძოლისთვის, ბრძოლა, რომელსაც ისინი წააგებენ. რადგან მესამე კედელი, ბიოლოგიური ამბოხება, არ ელოდება მარსს. ის იწყება პირველივე წამს, როდესაც გრავიტაცია ქრება. თქვენი სხეული არის მანქანა, რომელიც 4 მილიარდი წლის განმავლობაში ევოლუციურად ჩამოყალიბდა ერთი კონკრეტული გარემოსთვის. გარემო, სადაც ყოველთვის არის ქვემოთ და ზემოთ. სადაც ყოველთვის არის ძალა, რომელიც გიზიდავთ დედამიწისკენ 9 მეტრიც კვადრატ-წამში კვადრატში. ეს ძალა, გრავიტაცია, არ არის უბრალოდ ფიზიკური მოვლენა. ის არის არქიტექტორი, რომელმაც შექმნა ყველაფერი თქვენში. თქვენი ძვლების სტრუქტურა, თქვენი კუნთძალენი, კუნთების ძალა, თქვენი გულის ფორმა, თქვენი სისხლძარღვების დიამეტრი, თქვენი ტვინის ქიმია. როდესაც გრავიტაცია ქრება, ეს არქიტექტორი ქრება.
და თქვენი სხეული იწყებს დაშლას. პირველი რამ რაც ხდება, პირველ რამდენიმე საათში, არის სითხის გადანაწილება. დედამიწაზე გრავიტაცია იზიდავს თქვენს სისხლს ქვემოთ, ფეხებისკენ. თქვენი გული და სისხლძარღვები მუშაობენ ამ ძალის წინააღმდეგ, ატუმბავენ სისხლს ზემოთ, თავისკენ. მაგრამ კოსმოსში, გრავიტაციის გარეშე, სისხლი აღარ იზიდება ქვემოთ. ის თანაბრად ნაწილდება მთელ სხეულში. რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი სისხლი მიედინება თათავისკენ და გულისკენ. თქვენი სახე იბერება. თქვენი ყელი გასქელდება. თქვენი ცხვირი იხშობა. ასტრონავტები ამას უწოდებენ ფრინველის ფეხების სინდრომს, რადგან მათი ფეხები თხელდება, ხოლო ზედა სხეული იბერება, რაც მათ ფრინველის მსგავს სახეს აძლევს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. ეს სითხის გადანაწილება აბნევს თქვენს სხეულს. თქვენი თირკმელები, ორგანოები, რომლებიც არეგულირებენ სითხის ბალანსს, გრძნობენ, რომ სისხლის მოცულობა გაიზარდა. ისინი ფიქრობენ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი სითხე, ასე რომ ისინი იწყებენ მის გამოყოფას. თქვენ იწყებთ შარდვას, ბევრს. პირველ რამდენიმე დღეში კოსმოსში ასტრონავტები კარგავენ დაახლოებით 1 ლიტრ სითხეს. ეს არის 1 ლიტრი სისხლის პლაზმა, სითხე, რომელიც გადაჰქონდა ჟანგბადს, საკვებ ნივთიერებებს და ჰორმონებს თქვენს უჯრედებამდე. მაგრამ თქვენი თირკმელები ცდებიან. თქვენ არ გაქვთ ძალიან ბევრი სითხე. თქვენ გაქვთ ნორმალური რაოდენობა, უბრალოდ ის განსხვავებულად არის განაწილებული. ასე რომ, როდესაც თქვენი თირკმელები გამოყოფენ ამ ლიტრს, თქვენი სისხლის მოცულობა მცირდება. თქვენი სხეული ხდება დეჰიდრატირებული. და ეს დეჰიდრატაცია იწყებს კასკადს, სერია ცვლილებებს, რომლებიც თითოეული აუარესებს სხვას. NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში მეცნიერები ათვლიან. ისინი ზომავენ ასტრონავტების სისხლის მოცულობას, გულის ზომას, კუნთების მასას, ძვლების სიმკვრივეს, ყოველ დღე, ყოველ კვირას, ყოველ თვირას, ყოველ თვეს. და რიცხვები, რომლებსაც ისინი ხედავენ, შემაშფოთებელი. გული, კუნთი, რომელიც ატუმბავს სისხლს, იწყეს შემწყებ შემცირებას. დედამიწაზე თქვენი გული არის ძლიერი კუნთი, რადგან მას უწევს მუშაობა გრავიტაციის წინააღმდეგ, ატუმბოს სისხლი ზემოთ, თავისკენ. მაგრამ კოსმოსში, გრავიტაციის გარეშე, ეს მუშაობა აღარ არის საჭირო. სისხლი თავისით მიედინება ყველა მიმართულებით. ასე რომ თქვენი გული, როგორც ნებისმიერი კუნთი, რომელიც აღარ მუშაობს, იწყებს ატროფიას. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვეში ასტრონავტების გულები კარგავენ დაახლოებით 15% მათი მასისა. 15%. ზროცენტი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გული, ორგანო, რომელზეც თქვენი სიცოცხლე არის დამოკიდებული, ხდება 15%-ით უფრო სუსტი. და ეს მხოლოდ 6 თვეშია. მარსზე მოგზაურობა 6 თვეს გზაში, 1 წელს მარსზე, 6 თვეს უკან. იქნება 2 წელი. რა მოუვა გულს 2 წელში, მაგრამ გული მხოლოდ დასაწყისია. სისხლძარღვები, მილები, რომლებიც გადაჰქონდა სისხლს, ასევე იცვლებიან. დედამიწაზე თქვენი სისხლძარღვები არის ელასტიური, მოქნილი. ისინი ფართოვდებიან და იკუმშებიან, რეგულირებენ სისხლის ნაკადს სხვადასხვა ორგანოებში. მაგრამ კოსმოსში სისხლძარღვების კედლები იწყებენ გამკვრივებას. ისინი კარგავენ ელასტიურობას. ეს არის პროცესი, რომელსაც ათეროსკლეროზი ეწოდება. იგივე პროცესი, რომელიც ხდება დაბერებისას, მაგრამ კოსმოსში ის ხდება 10 ჯერ უფრო სწრაფად. და აქ არის ის, რაც ნამდვილად საშიშია. როდესაც ასტრონავტები დაბრუნდებიან დედამიწაზე, მათი გულები და სისხლძარღვები უნდა დაიწყონ მუშაობა გრავიტაციის წინააღმდეგ. ისევ. მაგრამ ისინი სუსტები არიან. ისინი ატროფირებულები არიან. ასე რომ, როდესაც ასტრონავტი პირველად დგება ფეხზე დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, მათი გული ვერ ატუმბავს საკმარის სისხლს თავისკენ. სისხლი იზიდება ქვეხებისკენ, თეხებისკენ, ქვემოთ, ფეხებისკენ. ტვინი კარგავს ჟანგბადს და ასტრონავტი კარგავს გონებას. ეს არ არის თეორია. ეს ხდება. ასტრონავტები, რომლებიც დაბრუნდნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, ხშირად ვერ დგებიან ფეხზე პირველ რამდენიმე დღეში. მათ სჭირდებათ ინვალიდის ეტლები. მათ სჭირდებათ დახმარება სიარულში. მათი სხეულები დაივიწყეს, როგორ იცხოვრონ გრავიტაციაში, და ეს მხოლოდ 6 თვეშია. წარმოიდგინეთ 2 წელი, წარმოიდგინეთ 5 წელი. დრო, რომელიც დასჭირდებოდა იუპიტერის მთვარეებზე მოგზაურობას. წარმოიდგინეთ 10 წელი. რა მოუვა გულს, რომელიც 10 წლის განმავლობაში არ მუშაობს გრავიტაციის წინააღმდეგ. მაგრამ გული და სისხლძარღვები მხოლოდ ერთი სისტემაა. ძვლები, სტრუქტურა, რომელიც გიჭერთ, არის სხვა. და ძვლებთან ის, რაც ხდება, კიდევ უფრო შემაშფოთებელია. დედამიწაზე თქვენი ძვლები მუდმივად რეკონსტრუქციას გადიან. ოსტეობლასტები, უჯრედები, რომლებიც აშენებენ ძვლებს, ამატებენ ახალ ძვლოვან ქსოვილს.
ოსტეოკლასტები, უჯრედრედები, რომლებიც ანგრევენ ძვლებს, აშორებენ ძველ ქსოვილს. ეს პროცესი, რეკონსტრუქცია, არის დინამიური ბალანსი. და ეს ბალანსი რეგულირდება სტრესით, ძალით, რომელსაც თქვენი ძვლები განიცდიან, როდესაც თქვენ დგახართ, სიარულობთ, ვარჯიშობთ. მაგრამ კოსმოსში, გრავიტაციის გარეშე, ეს სტრესი ქრება. თქვენი ძვლები აღარ განიცდიან ძალას, რომელიც მათ ძლიერს ხდის. ასე რომ თქვენი სხეულის სხეული გადაწყვეტს, რომ ძვლები აღარ არის საჭირო. ოსტეობლასტები წყვეტენ ახალი ძვლის აშენებას. ოსტეოკლასტები აგრძელებენ ძველი ძვლის ანგრევას. ბალანსი იშლება და თქვენი ძვლები იწყებენ გაქრობას. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კარგავენ დაახლოებით 1%-ს მათი ძვლის მასისა ყოველ თვეში. 1% თვეში. ეს არ ჟღერს ბევრად, მაგრამ დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს. 6 თვეში 6%. 1 წელში 12%. 2 წელში 24%. თქვენი ძვლები კარგავენ თითქმის მეოთხედს მათი მასისა. ეს არის ოსტეოპოროზი, დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ ხდება ხანდაზმულ ადამიანებში 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ კოსმოსში ის ხდება 2 წელში. თქვენი ძვლები ხდება მყიფე, ფოროვანი, სუსტი. ისინი იშლებიან მცირე სტრესისგან. და როდესაც თქვენ დაბრუნდებით დედამიწაზე, როდესაც გრავიტაცია ისევ დაიწყებს თქვენი ძვლების დატვირთვას, ისინი შეიძლება უბრალოდ გატკდნენ. და აქ არის ის, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ძვალი, რომელიც იშლება, არ ქრება. კალციუმი და ფოსფორი, მინერალები, რომლებიც ძვლებს ქმნიან, გადადიან სისხლში. და ეს მინერალები იწყებენ დალექვას სხვა ადგილებში, თირკმელებში, სისხლძარღვებში, რბილ ქსოვილებში. ასტრონავტები, რომლებიც ხანგრძლივ დროს ატარებენ კოსმოსში, ხშირად უვითარდებათ თირკმლის ქვები. მტკივნეული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გახდეს სასიცოცხლოდ საშიში, თუ არ არის სამედიცინო დახმარება. და მარსზე სამედიცინო დახმარება არის 250 მილიონ კილომეტრზე. კუნთები, იგივე ისტორია. დედამიწაზე თქვენი კუნთები მუშაობენ გრავიტაციის წინააღმდეგ ყოველ წამს, როდესაც დგახართ, სიარულობთ, ზიხართ. მაგრამ კოსმოსში ეს მუშაობა ქრება. თქვენ შეგიძლიათ ივლიოთ ხომალდში უბრალოდ თითის ბიძგით კედელზე. თქვენ შეგიძლიათ დაჯდეთ ჰაერში, არაფრის შეხებით. თქვენი კუნთები აღარ არის საჭირო. ასე რომ ისინი იწყებენ ატროფიას. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კარგავენ დაახლოებით 30%-ს მათი კუნთების მასისა, 6 თვეში. 30%. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ფეხები, კუნთები, რომლებიც გიჭერენ, გაძლევენ სიარულის, სირბილის, ხტომის უნარს, ხდებიან 30%-ით უფრო სუსტები. როდესაც ასტრონავტები დაბრუნდებიან დედამიწაზე, მათ ხშირად არ შეუძლიათ სიარული. მათი ფეხები უბრალოდ არ უჭერს მათ. NASA ცდილობს ამის თავიდან აცილებას. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები ვარჯიშობენ 2 საათს ყოველდღე, 6 დღეს კვირაში. ისინი იყენებენ სპეციალურ ტრენაჟორებს, რომლებიც ქმნიან წინააღმდეგობას, აიძულებენ მათ კუნთებს მუშაობას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თუნდაც 2 საათი ვარჯიშით ყოველდღე, ისინი მაინც კარგავენ ძვლებს და კუნთებს. რადგან 2 საათი არ არის 24 საათი. დედამიწაზე თქვენი სხეული მუშაობს გრავიტაციის წინააღმდეგ 24 საათს დღეში, როდესაც დგახართ, როდესაც ზიხართ, თუნდაც როდესაც იძინებთ. კოსმოსში თქვენ მუშაობთ მხოლოდ 2 საათს. ეს არის 1/12 დროისა. და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამანგრეველია. ეს ცვლილებები, გულის ატროფია, ძვლების დაკარგვა, გულდაკარგვა, კუნთების შემცირება არ არის დროებითი. ისინი არ ქრებიან, როდესაც თქვენ დაბრუნდებით დედამიწაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ასტრონავტებს, რომლებიც 6 თვეს ატარებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, სჭირდებათ დაახლოებით 2 წელი სრული აღდგენისთვის. 2 წელი. და ზოგიერთი ცვლილება, განსაკუთრებით ძვლების დაკარგვა, შესაძლოა არასოდეს აღდგეს სრულად. წარმოიდგინეთ ასტრონავტი, რომელიც მარსზე მიდის, 2 წელი კოსმოსში. მათი ძვლები კარგავს 24%-ს მასისა. მათი კუნთები კარგავს 50%-ს. მათი გული არის 30%-ით უფრო სუსტი. როდესაც ისინი მარსზე ჩამოდიან, პლანეტაზე, რომლის გრავიტაცია არის დედამიწის 38%, მათ შესაძლოა შეეძლოთ ფუნქციონირება. მაგრამ როდესაც ისინი დაბრუნდებიან დედამიწაზე, როდესაც ისინი კვლავ შეხვდებიან სრულ გრავიტაციას, მათი სხეულები შესაძლოა უბრალოდ ვერ გაუძლონ. და ეს მხოლოდ ის სისტემებია, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ. არსებობს სხვა ცვლილებები, უფრო ფარული, მაგრამ შესაძლოა უფრო საშიში. იმუნური სისტემა, თქვენი სხეულის დაცვა ინფექციებისგან, იცვლება კოსმოსში. თეთრი სისხლის უჯრედები, რომლებიც ებრძვიან ბაქტერიებს და ვირუსებს, ხდებიან ნაკლებად ეფექტური. ისინი კარგავენ უნარს ამოიცნონ და განადგურონ პათოგენები.
ამავდროულად ბაქტერიები და ვირუსები, მიკროორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს სხეულში და გარემოში, ხდებიან უფრო აგრესიული. კოსმოსში მიკრობები იზრდებიან უფრო სწრაფად, ქმნიან უფრო სქელ ბიოფილმებს, ხდებიან უფრო მდგრადი ანტიბიოტიკების მიმართ. ეს არის იდეალური ქარიშხალი. თქვენი იმუნური სისტემა სუსტდება, მიკროორგანიზმები ძლიერდებიან და თქვენ ხართ ჰერმეტულად დახურულ ხომალდში, სადაც ჰაერი რეციკლირდება, წყალი რეციკლირდება და ყველაფერი, ყოველი ზედაპირი, ყოველი ინსტრუმენტი, ყოველი ადამიანი არის პოტენციური წყარო ინფექციისა. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები რეგულარულად უჩივიან ინფექციებს. კანის ინფექციები, რესპირატორული ინფექციები, შარდის გზების ინფექციები. ისინი იღებენ ანტიბიოტიკებს, მაგრამ ანტიბიოტიკები ხშირად არ მუშაობს ისე კარგად, როგორც დედამიწაზე. და თუ ინფექცია გახდება სერიოზული, თუ ასტრონავტს განუვითარდება აპენდიციტი ან პნემონია ან სეპსისი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ისინი შეიძლება ევაკუირდნენ დედამიწაზე რამდენიმე საათში, მაგრამ მარსზე უახლოესი საავადმყოფო არის 6 თვეში. ვესტიბულარული სისტემა. სისტემა რსტემა, რომელიც გეუბნებათ სად არის ქვემოთ და სად ზემოთ, ასევე იშლება. დედამიწაზე თქვენი შიდა ყური შეიცავს მცირე სტრუქტურებს, ნახევარწრიულ არხებს, რომლებიც სავსეა სითხით და მცირე კრისტალებით. როდესაც თქვენი თავი მოძრაობს, ეს კრისტალები მოძრაობენ და თქვენი ტვინი იყენებს ამ ინფორმაციას იმის გასაგებად, თუ რომელი მიმართულებით მოძრაობთ. მაგრამ ეს სისტემა დამოკიდებულია გრავიტაციაზე, ძალაზე, რომელიც იზიდავს კრისტალებს ქვემოთ. კოსმოსში, გრავიტაციის გარეშე, ეს სისტემა აღარ მუშაობს. კრისტალები თავისუფლად ცურავენ. თქვენი ტვინი იღებს ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალებს და შედეგი არის კოსმოსური დაავადება. მდგომარეობა, რომელიც მსგავსია ზღვის დაავადებისა, მაგრამ უფრო ინტენსიური. გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია. დაახლოებით 50% ასტრონავტებისა განუვითარდებათ კოსმოსური დაავადება პირველ რამდენიმე დღეში. ზოგიერთს ის გრძელდება კვირებით. და თუნდაც როდესაც კოსმოსური დაავადება გადის, ვესტიბულარული სისტემა რჩება დაბნეული. ასტრონავტები ხშირად აცხადებენ, რომ მათ აქვთ შეგრძნება, რომ ისინი ვარდებიან, უდმივად. მათი ტვინი ცდილობს იპოვოს ქვემოთ, მაგრამ ქვემოთ აღარ არსებობს. ეს მუდმივი დეზორიენტაცია შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიურად ამომწურავი. ხედველობა ასევე იცვლება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაახლოებით 60% ასტრონავტებისა უვითარდებათ მხედველობის პრობლემები. მათი თვალის ბროლი იცვლის ფორმას, იბუთხელდება. მათი ოპტიკური ნერვი, რომელიც აკავშირებს თვალს ტვინთან, იბერება. ზოგიერთს უვითარდება ეგრეთ წოდებული ბამბის ლაქები, მცირე არეები, სადაც ბადურა, სინათლის მგრძნობიარე ქსოვილი თვალის უკანა ნაწილში ხდება დაზიანებული. მიზეზი? სითხის გადანაწილება. დედამიწაზე გრავიტაცია იზიდავს სითხეს ქვემოთ, ფეხებისკენ, მაგრამ კოსმოსში სითხე მიედინება ზემოთ, თავისკენ. ეს იზრდის წნევას თავის ქალაში, მდგომარეობა, რომელსაც ინტრაკრანიული ჰიპერტენზია ეწოდება. და ეს წნევა აწვება ოპტიკურ ნერვს და თვალის ბროს, იცვლის მათ ფორმას. ზოგიერთ ასტრონავტს, რომლებიც დაბრუნდნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, აქვთ მუდმივი მხედველობის დაზიანება. ისინი საჭიროებენ სათვალეებს. ზოგიერთს აქვს მუდმივი თავის ტკივილი. და ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ეს ზოგიერთ ადამიანს და არა სხვებს. ჩვენ არ ვიცით, როგორ ავაცილოთ ეს თავიდან და ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება 2 წლის შემდეგ კოსმოსში. მაგრამ შესაძლოა, ყველაზე შემაშფოთებელი ცვლილება არის ის, რაც ხდება ტვინში. ტვინი, ორგანო, რომელიც გხდით თქვენ, არის ყველაზე რთული სტრუქტურა ცნობილ სამყაროში. 100 მილიარდი ნეირონი, 100 ტრილიონი სინაფსი, ქსელი, რომელიც ქმნის აზრებს, მეხსიერებებს, ემოციებს, გადაწყვეტილებებს. და ეს ქსელი დამოკიდებულია გრავიტაციაზე. კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში 2019 წელს მეცნიერებმა გაანალიზეს ასტრონავტების ტვინის სკანირება, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც გადაღებული იქნა კოსმოსში გატარებამდე და შემდეგ. ისინი აღმოაჩინეს, რომ ტვინის გარკვეული არეები, განსაკუთრებით ის არეები, რპები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოძრაობის კონტროლზე და სივრცით ორიენტაციაზე, შემცირდა. ნეირონები ამ არეებში დაკარგეს სინაფსები. ქსელი გახდა უფრო მსუბუქი. და ეს ცვლილებები არ იყო დროებითი. ასტრონავტები, რომლებიც დაბრუნდნენ დედამიწაზე, აჩვენეს ტვინის სტრუქტურის ცვლილებები, რომლებიც გრძელდებოდა თვეებით, ზოგჯერ წლებით. ზოგიერთ ასტრონავტს აქვს მუდმივი პრობლემები ბალანსთან, კოორდინაციასთან, სივრცით ორიენტაციასთან. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია.
ეს კვლევები ჩატარდა ასტრონავტებზე, რომლებიც 6 თვეს ატარებდნენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. რა მოხდება 2 წლის შემდეგ? რა მოხდება 5 წლის შემდეგ? რა მოხდება 10 წლის შემდეგ? ჩვენ შემდეგ, ჩვენ არ ვიცით. არავინ არასოდეს ყოფილა კოსმოსში იმდენ ხანს და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამანგრეველია. ყველა ეს ცვლილება გულის ატროფია, ძვლების დაკარგვა, კუნთების შემცირება, იმუჩირი დისფუნქცია, ვესტიბულარული დეზორიენტაცია, მხედველობის დაზიანება, ტვინის სტრუქტურის ცვლილება. არ არის დამოუკიდებელი პრობლემები. ისინი არის ურთიერთდაკავშირებული. ისინი ქმნიან კასკადს, სერია ცვლილებებს, რომლებიც თითოეული აუარესებს სხვას. გულის ატროფია ამცირებს სისხლის ნაკადს ტვინისკენ, რაც აუარესებს კოგნიტურ ფუნქციას. ძვლების დაკარგვა ზრდის კალციუმის დონეს სისხლში, რაც აზიანებს თირკმელებს და სისხლძარღვებს. კუნთების შემცირება ამცირებს მეტაბოლიზმს, რაც აუარესებს იმუნურ ფუნქციას. იმუნური დისფუნქცია ზრდის ინფექციების რისკს, რაც აძლიერებს ანთებას, რაც აჩქარებს ძვლების დაკარგვას და კუნთების ატროფიას. ეს არის ჩამოშლის სპირალი. და ჩვენ არ ვიცით, სად წყდება ის. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა წერტილი, დროის ხანგრძლივობა კოსმოსში, რომლის შემდეგაც ცვლილებები ხდება შეუქცევადი. წერტილი, რომლის შემდეგაც ასტრონავტი აღარ შეძლებს დაბრუნებას დედამიწაზე და ცხოვრებას ნორმალურ გრავიტაციაში, და აქ არის ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს მეცნიერებს. ყველა ეს მონაცემი, ყველა ეს კვლევა მოდის საერთაშორისო კოსმოსური სადგური დადგურიდან. მაგრამ საერთაშორისო კოსმოსური სადგური არის დედამიწის დაბალ ორბიტაზე, 400 კილომეტრზე. ამ სიმაღლეზე დედამიწის მაგნიტური ველი ჯერ კიდევ უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას რადიაციისგან. დედამიწა ჯერ კიდევ ხილულია ფანჯრიდან, დიდი, ლურჯი, ლამაზი, მხოლოდ რამდენიმე საათის მოგზაურობაში. ფსიქოლოგიურად ასტრონავტები იციან, რომ ისინი ახლოს არიან სახლთან. ისინი იციან, რომ გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში ისინი შეიძლება ევაკუირდნენ. მაგრამ მარსზე დედამიწა იქნება მცირე წერტილი ცაში. დედამიწის მაგნიტური ველი იქნება 250 მილიონ კილომეტრზე. გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში ევაკუაცია იქნება შეუძლებელი. ასტრონავტები იქნებიან მარტო, სრულიად მარტო, გზაზე, რომელიც გრძელდება 6 თვეს. და ეს გვიყვანს მეოთხე კედელთან, ფსიქოლოგიური იზოლაციის კედელთან. კედელი, რომელიც არ ჩანს სკანერებზე, არ იზომება მილისივერტებით, არ გამოითუნება განტოლებებით, მაგრამ კედელი, რომელმაც შეიძლება მოკლას ისევე ეფექტურად, როგორც რადიაცია, რაკეტის განტოლება ან ბიოლოგიური ამბოხება. რადგან ადამიანები არ არიან მანქანები, ჩვენ არ ვართ რობოტები, რომლებსაც შეუძლიათ ფუნქციონირება იზოლაციაში, სიბნელეში, სიჩუმეში. ჩვენ ვართ სოციალური არსებები, პრიმატები, რომლებიც ევოლუციურად ჩამოყალიბდნენ ჯგუფებში ცხოვრებისთვის, ურთიერთქმედებისთვის, კომუნიკაციისთვის. და როდესაც ეს სოციალური კავშირები იშლება, როდესაც ჩვენ ხვდებით იზოლირებულები, ჩვენი ფსიქიკა იწყებს დაშლას. წარმოიდგინეთ 6 ადამიანი მცირე ხომალდში. სივრცე, რომელიც არ არის უფრო დიდი ვიდრე მცირე ბინა. 6 ადამიანი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთად მუშაობენ, ერთად ჭამენ, ერთად იძინებენ 6 თვეს. არა 6 დღეს, არა 6 კვირას, 6 თვეს. 190 დღე. 4560 საათი. 10 საათი. და ამ დროის განმავლობაში ისინი ვერ გაიქცევიან. ისინი ვერ გავლენ გარეთ. ისინი ვერ შეხვდებიან ახალ ადამიანებს. ისინი ვერ შეცვლიან გარემოს. ისინი არიან ჩაკეტილები. ერთად, მუდმივად, შეუქცევადად. ეს არის ფსიქოლოგიური წნევის ქვაბი. და ისტორია გვიჩვენებს, რა ხდება, როდესაც ადამიანები ხვდებიან ასეთ პირობებში. ანტარქტიდაზე, ყველაზე იზოლირებულ ადგილას დედამიწაზე. მეცნიერები ცხოვრობენ კვლევით სადგურებზე, სადაც ზამთარი გრძელდება 9 თვეს. ამ 9 თვის განმავლობაში ისინი არიან სრულიად იზოლირებულები. არა ფრენები შიგნით, არა ფრენები გარეთ, არა ახალი ადამიანები, არა ახალი მიწოდება. მხოლოდ იგივე ჯგუფი ადამიანებისა, იგივე სადგური, იგივე თეთრი უდაბნო გარეთ. ფსიქოლოგები, რომლებიც სწავლობენ ამ ადამიანებს, აღწერენ სინდრომს, რომელსაც ზამთრის სინდრომი ეწოდება. სიმპტომები მოიცავს დეპრესიას, გაღიზიანებას, უძილობას, კოგნიტურ დაქვეითებას, სოციალურ გაუცხოებას. ადამიანები ხდებიან მოუთმენლები, აგრესიულები, პარანოიდულები. ისინი იწყებენ კონფლიქტებს უმნიშვნელო საკითხებზე. ვინ დატოვა ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხში, ვინ გამოიყენა ბოლო ტუალეტის ქაღალდი, ვინ ლაპარაკობს ძალიან ხმამაღლა. ზოგიერთი ადამიანი იწყებს თავის იზოლირებას, ატარებს უფრო და უფრო მეტ დროს მარტო, თავიდან აცილებს სხვებს, იკვებება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვები არ არიან სამზარეულოში. და ეს არის ანტარქტიდაზე.
ადგილზე, სადაც სულ მცირე არის დედამიწა ფეხქვეშ, სადაც არის ატმოსფერო, სადაც არის გრავიტაცია, სადაც გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში ევაკუაცია შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, რა მოხდება კოსმოსში, სადაც არ არის დედამიწა, არ არის ატმოსფერო, არ არის გრავიტაცია, არ არის ევაკუაცია. NASA-ს ფსიქოლოგები ცდილობენ მოამზადონ ასტრონავტები. ისინი ატარებენ ფსიქოლოგიურ ტესტებს, აფასებენ თავსებადობას, ასწავლიან კონფლიქტის გადაჭრის უნარებს. მაგრამ არ არსებობს ტესტი, რომელსაც შეუძლია პროგნოზირება, როგორ იმოქმედებს ადამიანი 6 თვეს იზოლაციაში. არ არსებობს ტრენინგი, რომელსაც შეუძლია მოამზადოს თქვენ იმისთვის, რაც ნამდვილად ელით. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. კოსმოსში თქვენ არ შეგიძლიათ გაქცევა. დედამიწაზე თუ თქვენ გგრძნობთ სტრესს, თქვენ შეგიძლიათ გავიდეთ გარეთ, იარეთ, შეხვდეთ მეგობარს, შეცვალოთ გარემო. მაგრამ კოსმოსში გარეთ არის ვაკუუმი, რომელიც მოკლავთ წამებში. სხვა ადგილი არ არსებობს. ახალი ადამიანები არ არიან. თქვენ ხართ ჩაკეტილები, ფიზიკურად, სოციალურად, ფსიქოლოგიურად. და ეს იზოლაცია არ არის მხოლოდ სოციალური. ის არის სენსორული. დედამიწაზე თქვენი გრძნობები მუდმივად სტიმულირდება. ქარის შეგრძნება, მზის სითბო, ფრინველების ხმა, ყვავილების სუნი, საკვების გემო. მაგრამ კოსმოსში ეს სტიმულაცია ქრება. ხომალდი არის ჰერმეტულად დახურული. ჰაერი რეციკლირდება. იგივე ჰაერი, იგივე სუნი, მუდმივად. საკვები არის გამომშრალი, ვაკუუმში შეფუთული. იგივე გემო, იგივე ტექსტურა. დრის შემდეგ დღე. ხმა არის მუდმივი ჟუჟუნი ვენტილატორებისა და აპარატების. იგივე ხმა, მუდმივად, არასოდეს წყდება. ეს სენსორული აღრევა, ერთგვაროვანი მონოტონური გარემო, შეიძლება გახდეს ფსიქოლოგიურად ამონწურავი. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სენსორულად აღრეულ გარემოში, იზოლაციის უჯრედები, სენსორული აღრევის ექსპერიმენტები, ხშირად უვითარდებათ ჰალუცინაციები, დელირიუმი, ფსიქოზი. მათი ტვინი, რომელიც შიმშილობს სტიმულაციას, იწყებს საკუთარი რეალობის შექმნას. და აქ არის ის, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია. დრო თავად იცვლება. დედამიწაზე დრო სტრუქტურირებულია. დღე და ღამე, კვირის დღეები და შაბათ-კვირა, სეზონები. მაგრამ კოსმოსში ეს სტრუქტურა ქრება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მზე ამოდის და ჩადის ყოველ 90 წუთში, 16 ჯერ დღეში. არ არსებობს დღე და ღამე ჩვეულებრივი გაგებით. არ არსებობს სეზონები. დრო ხდება ბუნდოვანი, ერთგვაროვანი, უაზრო. ეს დროის დეზორიენტაცია შეიძლება გახდეს ღრმად დამაბნეველი. ადამიანები კარგავენ გრძნობას თუ რამდენი ხანია გავიდა. ისინი კარგავენ გრძნობას თუ რა დღეა. ისინი კარგავენ გრძნობას თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. ყველაფერი ერწყმის ერთმანეთს. ერთი გრძელი, უსასრულო, ერთგვაროვანი გამოცდილება. და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამანგრეველია. ყველა ეს ფაქტორი, სოციალური იზოლაცია, სენსორული აღრევა, დროის დეზორიენტაცია, არ არის დამოუკიდებელი. ისინი ურთიერთქმედებენ ბიოლოგიურ ცვლილებებთან. გულის ატროფია, ძვლების დაკარგვა, კუნთების შემცირება, ტვინის სტრუქტურის ცვლილება. ისინი ქმნიან სინერგიას, ეფექტს, რომელიც უფრო დიდია ვიდრე ცალკეული ნაწილების ჯამი. როდესაც თქვენი სხეული სუსტდება, თქვენი ფსიქიკა ხდება უფრო მოწყვლადი სტრესისადმი. როდესაც თქვენი ფსიქიკა სტრესშია, თქვენი სხეული სუსტდება უფრო სწრაფად. ეს არის უკუკავშირის მარკუჟი, ჩამოშლის სპირალი, რომელიც თვითგამტკიცებადია. და ჩვენ არ ვიცით, სად ხდება ის. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა წერტილი, დროის ხანგრძლივობა იზოლაციაში, რომლის შემდეგაც ფსიქოლოგიური ზიანი ხდება, რი ზიანი ხდება შეუქცევადი. წერტილი, რომლის შემდეგაც ასტრონავტი აღარ შეძლებს ფუნქციონირებას, არა იმიტომ, რომ მათი სხეული ჩაიშალა, არამედ იმიტომ, რომ მათი გონება ჩაიშალა. და ეს არის მხოლოდ მოგზაურობა. ეს არის მხოლოდ 6 თვე გზაში მარსისკენ. რა მოხდება, როდესაც ისინი მარსზე ჩამოვლენ? როდესაც ისინი დაიწყებენ ცხოვრებას პლანეტაზე, რომელიც არ არის დედამიწა, პლანეტაზე, რომლის ატმოსფერო არის ნახშირო ჟანგი, რომლის ტემპერატურა არის -60 გრადუსი, რომლის ცა არის ვარდისფერი, არა ლურჯი. მარსზე ისინი იცხოვრებენ თავშესაფრებში, სტრუქტურებში, რომლებიც დაცულია რადიაციისგან, ჰერმეტულად დახურულია ატმოსფეროსგან. ისინი ვერ გავლენ გარეთ სკაფანდრის გარეშე. ისინი ვერ იგრძნობენ ქარს. ისინი ვერ იგრძნობენ მზის სითბოს. ისინი ვერ ისუნთქავენ ახალ ჰაერს. ისინი იცხოვრებენ ციხეში, რომელიც უფრო მცირეა, უფრო იზოლირებული, უფრო მონოტონური ვიდრე ხომალდი, რომელმაც ისინი იქ მიიყვანა. და ისინი იცხოვრებენ იქ არა 6 თვეს, არამედ 1 წელს, 2 წელს, შესაძლოა მეც. რადგან მარსზე მოგზაურობა არ არის მარტივი. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ გაბრუნდეთ, როდესაც გსურთ. პლანეტები მოძრაობენ, ორბიტები ცვლილობს.
არსებობს გაშვების ფანჯრები, პერიოდები, როდესაც დედამიწა და მარსი არიან სწორ პოზიციაში მოგზაურობისთვის. ეს ფანჯრები იხსნება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ და გრძელდება მხოლოდ რამდენიმე კვირას. რაც ნიშნავს, რომ თუ თქვენ მიხვალთ მარსზე, თქვენ უნდა დარჩეთ იქ სულ მცირე 1 წელი. ელოდოთ შემდეგ გაშვების ფანჯარას. 1 წელი მარსზე. 1 წელი იზოლაციაში. 1 წელი გარემოში, რომელიც ცდილობს მოკკლას ყოველ წამს. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. ყველა ეს პრობლემა, რადიაცია, რაკეტის განტოლის განტოლება, ბიოლოგიური ამბოხება, ფსიქოლოგიური იზოლაცია, არის პრობლემები, რომლებიც ჩვენ ვიცით. ისინი არის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ, შევისწავლოთ, შევეცადოთ გადავჭრათ. მაგრამ არსებობს მეხუთე კედელი. კედელი, რომელიც არ არის ბიოლოგიური ან ფსიქოლოგიური. კედელი, რომელიც არის ფუნდამენტური, ჩაწერილი სამყაროს ფაბრიკაში. კედელი, რომელსაც ჩვენ არ შეგვიძლია გადავლახოთ, რადგან ის არის ფიზიკის კანონი. სინათლის სიჩქარის ზღვარი 300,000 კილომეტრზე წამში. ეს არის სიჩქარე, რომლითაც სინათლე მოძრაობს ვაკუუმში. ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს არის ზღვარი, აბსოლუტური, ფუნდამენტური, შეუქცევადი. ალბერტ აინშტაინმა 1915 წელს აჩვენა, რომ არაფერი, არანაირი ობიექტი, არანაირი ინფორმაცია, არანაირი სიგნალი არ შეიძლება მოძრაობდეს უფრო სწრაფად ვიდრე სინათლე. ეს არ არის ინჟინერიული შეზღუდვა, ეს არ არის ტექნოლოგიური პრობლემა. ეს არის სამყაროს არქიტექტურა, წესი, რომელიც ჩაწერილია სივრცე დროის ფაბრიკაში. და ეს წესი აქცევს ვარსკვლავებს ციხეებად. უახლოესი ვარსკვლავი, პროქსიმა ცენტავრი, არის 4 სინათლის წლის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ სინათლეს, ყველაზე სწრაფ რამეს სამყაროში, სჭირდება 4 წელი იქამდე მისასვლელად. ხომალდს, რომელიც მოძრაობს 10%-ით სინათლის სიჩქარისა, სიჩქარე, რომელსაც ჩვენ არასოდეს არ მიუახლოვებივართ, დასჭირდებოდა 40 წელი. ხომალდს, რომელიც მოძრაობს ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიით, დაახლოებით 30 კილომეტრი წამში, სიჩქარე, რომელიც Voyager 1-მა მიაღწია, დასჭირდებოდა 90,000 წელი. 90,000 წელი. ეს არის დრო, რომელიც გავიდა იმ დრიდან, როდესაც პირველმა ანატომიურად თანამედროვე ადამიანებმა დატოვეს აფრიკა. ეს არის დრო, რომელიც მოიცავს მთელ ადამიანის ცივილიზაციას, ყველა იმპერიას, ყველა ომს, ყველა აღმოჩენას, ყველა ხელოვნების ნაწარმოებს, ყველა სიმღერას, ყველა ისტორიას. და ეს არის დრო, რომელიც დასჭირდებოდა უახლოეს ვარსკვლავამდე მისასვლელად. მაგრამ დაუშვათ, რომ ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემას. დაუშვათ, რომ ჩვენ ვიპოვეთ გზა ხომალდის დაჩქარებისა სინათლის სიჩქარის 10%-მდე. ეს მოითხოვს ტექნოლოგიას, რომელიც ამჟამად არ არსებობს. შესაძლოა ბირთვული სინთეზის ძრავა, ან ანტიმატერიის ძრავა, ან ლაზერული იალქანი, რომელსაც დედამიწიდან 1000-ობით გიგავატი ლაზერული სხივები უბიძგებს. მაგრამ დაუშვათ, რომ ჩვენ ავაშენეთ ეს. დაუშვათ, რომ ჩვენ გავაგზავნეთ ხომალდი პროქსიმა ცენტავრისკენ, სიჩქარით, რომელიც არის 30,000 კილომეტრი წამში, 1/100 სინათლის სიჩქარისა. 40 წელი. ეს არის დრო, რომელიც დასჭირდება. 40 წელი იზოლაციაში. 40 წელი ხომალდში, რომელიც არ არის უფრო დიდი ვიდრე მცირე სახლი. 40 წელი იმ 6 კედლის შიგნით, რომლებზეც ვსაუბრობდით. რადიაცია, რაკეტის განტოლება, ბიოლოგიური ამბოხება, ფსიქოლოგიური იზოლაცია. და ახლა დრო თავად. წარმოიდგინეთ ასტრონავტი, რომელიც იწყებს ამ მოგზაურობას 30 წლის ასაკში. როდესაც ისინი ჩამოვლენ პროქსიმა ცენტავრის სისტემაში, ისინი იქნებიან 70 წლის. მათი მთელი ზრდასრული ცხოვრება, ყველა წელი, როდესაც ადამიანები ჩვეულებრივ აშენებენ კარიერას, ქმნიან ოჯახებს, ზრდიან შვილებს, ცხოვრობენ, გაივლის ხომალდში. და ეს მხოლოდ ერთი მიმართულებით არის. თუ ისინი გადაწყვეტენ დაბრუნებას, ისინი იქნებიან 110 წლის. თუ ისინი გადარჩებიან. მაგრამ აქ არის ის, რაც კიდე უფრო შემაშფოთებელია. პროქსიმა ცენტავრი არის უახლოესი ვარსკვლავი. უმეტესი ვარსკვლავები, ვარსკვლავები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ დასახლებადი პლანეტები, არიან ბევრად უფრო შორს. 10 სინათლის წელი, 100 სინათლის წელი, 1000 სინათლის წელი. გალაქტიკა, ჩვენი გალაქტიკა, ნაბიჯი გზა, არის 100,000 სინათლის წლის სიგანის. და უახლოესი გალაქტიკა, ანდრომედა, არის 2 მილიონი სინათლის წლის მანძილი. ეს მანძილები არ არის უბრალოდ დიდი. ისინი არის შეუძლებელი. ისინი არის იმდენად დიდი, რომ ისინი აქცევენ კოსმოსურ ექსპანსიას, იდეას, რომ ადამიანობა გავრცელდება ვარსკვლავებში. არა ტექნოლოგიურ გამოწვევად, არამედ ფიზიკურ შეუძლებლობად. და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამანგრეველია. სინათლის სიჩქარის ზღვარი არ არის მხოლოდ სიჩქარის შეზღუდვა. ის არის ენერგიის შეზღუდვა.
აინშტაინის განტოლება E უდრის mc-ს მეორე. გვეუბნება, რომ ენერგია და მასა არის ერთითი და იგივე. რაც უფრო სწრაფად გსურთ რაიმეს გადაადგილება, მით უფრო მეტი ენერგია გჭირდებათ. და როდესაც თქვენ უახლოვდებით სინათლის სიჩქარეს, საჭირო ენერგია იზრდება ექსპონენციურად, უსასრულობისკენ. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ფიზიკოსებმა გამოთვალეს, რამდენი ენერგია დასჭირდებოდა 1 კილოგრამის 1 ლიტრი წყლის დაჩქარებას სინათლის სიჩქარის 10%-მდე. პასუხი არის შოკისმომგვრელი, დაახლოებით 100 ტრილიონ ჯოული. ეს არის ენერგია, რომელსაც 10,000 ტონა ტროტილი გამოყოფს. ეს არის ენერგია, რომელსაც მცირე ბირთვული ბომბი გამოყოფს 1 კილოგრამისთვის. ეხლა წარმოიდგინეთ ხომალდი. არა მცირე ზონდი, რეალური ხომალდი, რომელსაც შეუძლია ადამიანების გადაყვანა. ასეთი ხომალდი იწონიდა 10,000-ობით ტონას, მილიონობით კილოგრამს. ენერგია, რომელიც დასჭირდებოდა ასეთი ხომალდის დაჩქარებას სინათლის სიჩქარის 10%-მდე, იქნებოდა დაახლოებით 100 მილიონ ტრილიონ ჯოული. ეს არის ენერგია, რომელსაც მთელი ადამიანობა, ყველა ქვეყანა, ყველა ქალაქი, ყველა ქარხანა აწარმოებს 10 წლის განმავლობაში. 10 წლის მსოფლიო ენერგიის წარმოება. ერთი ხომალდისთვის, ერთი მოგზაურობისთვის, ერთი მიმართულებით. და ეს მხოლოდ დაჩქარებაა. თქვენ ასევე უნდა შენელდეთ, როდესაც მიაღწევთ დანიშნულების ადგილს. რაც ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ იგივე რაოდენობის ენერგია კიდევ ერთხელ. 20 წლის მსოფლიო ენერგიის წარმოება. ერთი მოგზაურობისთვის. და აქ არის ის, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ეს გამოთვლები ვარაუდობენ, რომ თქვენ გაქვთ იდეალური ძრავა. ძრავა, რომელიც ასრულებს ენერგიის 100%-ს მოძრაობად. მაგრამ ასეთი ძრავა არ არსებობს. ყველაზე ეფექტური ძრავა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ანტიმატერიის ძრავა, რომელიც ანიჰილირებს მატერიას და ანტიმატერია ატერიას, გარდაქმნის მათ სუფთა ენერგიად. იქნებოდა დაახლოებით 50%-ით ეფექტური. რაც ნიშნავს, რომ რეალური ენერგიის მოთხოვნა იქნებოდა 2-ჯერ უფრო მაღალი. 40 წლის მსოფლიო ენერგიის წარმოება. და ანტიმატერია არ არსებობს ბუნებაში. ჩვენ უნდა ავაშენოთ ის, ატომი ატომზე, ნაწილაკი ნაწილაკზე, უზარმაზარ ნაწილაკთა ამაჩქარებლებში, რომლებიც მოიხმარენ გიგავატებს ელექტროენერგიისა. ამჟამად ადამიანობამ ყველა ისტორიის განმავლობაში, ყველა ექსპერიმენტში, ყველა ლაბორატორიაში, ყველა ნაწილაკთა ამაჩქარებელში შექმნა დაახლოებით 20 ნანოგრამი ანტიმატერია. ეს არის 20 მილიარდედი გრამი. ხომალდისთვის, რომელიც მოძრაობს სინათლის სიჩქარის 10%-ით, დასჭირდებოდა დაახლოებით 10 ტონა ანტიმატერია. 10 ტონა. ეს არის 500 მილიარდჯერ მეტი, ვიდრე ჩვენ ოდესმე შევქმენით. და ეს მხოლოდ საწვავია. თქვენ ასევე გჭირდებათ 10 ტონა ჩვეულებრივი მატერია ანიჰილაციისთვის. და თქვენ გჭირდებათ ტანკები ამ ანტიმატერიის შესანახად. ტანკები, რომლებიც იყენებენ მაგნიტურ ველებს, რომ ხელი არ შეეხოს ანტიმატერიას, რადგან ერთი შეხება, ერთი ატომი ანტიმატერიისა, რომელიც ეხება ერთ ატომს ჩვეულებრივი მატერიისა, გამოიწვევს აფეთქებასოს. და ეს ტანკები, ეს მაგნიტური ველები, ეს სისტემები, ყველა ეს არის მასა, რომელიც უნდა გაიტანოთ, დააჩქაროთ, შეანელოთ. რაკეტის განტოლება, ის მეორე კედელი, კვლავ მოქმედებს. ყოველი დამატებითი კილოგრამი მოითხოვს ექსპონენციურად მეტ საწვავს. და საწვავი თავად არის მასა. სპირალი გრძელდება, უსასრულოდ, შეუქცევადად, დამანგრეველად. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. ყველა ეს გამოთვლა არის სინათლის სიჩქარის 10%-ისთვის. 10%. ეს არის სიჩქარე, რომელიც კვლავ მოითხოვს 40 წელს უახლოეს ვაშკლავამდე მისასვლელად. თუ გსურთ უფრო სწრაფად წასვლა, 20%, 30%, 50%, ენერგიის მოთხოვნა იზრდება ექსპონენციურად. 80%-ით სინათლის სიჩქარისა, თქვენ გჭირდებათ დაახლოებით 4-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე 10%-ისთვის. 90%-ით თქვენ გჭირდებათ 20-ჯერ მეტი. 99%-ით თქვენ გჭირდებათ 100-ჯერ მეტი. და როდესაც თქვენ უახლოვდებით სინათლის სიჩქარეს 99.9%, 99.999%, საჭირო ენერგია უახლოვდება უსასრულობას. ეს არ არის ინჟინერიული პრობლემა. ეს არის მათემატიკური შეუძლებლობა. სამყარო გვეუბნება, არა ნაზად, არა ირიბად, არამედ აბსოლუტურად, ფუნდამენტურად, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მიაღწიოთ სინათლის სიჩქარეს. არასოდეს. ზოგიერთი მეცნიერი საუბრობს ალტერნატივებზე. ვორმჰოლები, ტუნელები, სივრცე, დროში, რომლებიც აკავშირებენ ორ-შორეულ წერტილს. მაგრამ ვორმჰოლები, თუ ისინი არსებობენ, მოითხოვენ ეგზოტიკურ მატერიას. მატერიას უარყოფითი ენერგიით, რაც არასოდეს დაფიქსირებულა.
და თუნდაც ორმხოლები არსებობდეს, ჩვენ არ ვიცით როგორ შევქმნათ ისინი, როგორ სტაბილიზაცია გაუკეთოთ მათ, როგორ გამოვიყენოთ ისინი. ალკუბიერის ძრავა, თეორიული მოწყობილობა, რომელიც იხრება სივრცე დროს, ქმნის ბუშტს, რომელიც მოძრაობს უფრო სწრაფად ვიდრე სინათლე, ხომალდის გარშემო. მაგრამ ალკუბიერის ძრავა ასევე მოითხოვს ეგზოტიკურ მატერიას. და გამოთვლები აჩვენებს, რომ ასეთი ძრავის შესაქმნელად საჭირო ენერგია იქნებოდა დაახლოებით იგივე, რაც მთელი ვარსკვლავის მასა ენერგია. მთელი ვარსკვლავი. ვარსკვლავი, გარდაქმნილი სუფთა ენერგიათ, ერთი ხომალდისთვის. და თუნდაც ჩვენ შეგვეძლო ეს. თუნდაც ჩვენ შეგვეძლო ვორმხოლების შექმნა, ან ალკუბიერის ძრავების აშენება, ან რაიმე სხვა გზის პოვნა სინათლის სიჩქარის ზღვრის გვერდის ავლით, ჩვენ კვლავ შევხვდებოდით მე-6 კედელს, ენერგეტიკულ უფსკრულს. დედამიწაზე ჩვენ ვიღებთ ენერგიას მზისგან. ყოველ წამს მზე ასხივებს დაახლოებით 100 ჰეტავატს ენერგიას დედამიწის ზედაპირზე. ეს არის ენერგია, რომელიც აწარმოებს ყველაფერს: ქარს, ტალღებს, წვიმას, მცენარეებს, ცხოველებს, ადამიანებს. ეს არის ენერგია, რომელიც ქმნის ჩვენს ბიოსფეროს, ჩვენს კლიმატს, ჩვენს ცივილიზაციას. მაგრამ კოსმოსში მზე არის მხოლოდ წერტილი ცაში. რაც უფრო შორს მიდიხართ, მით უფრო სუსტი ხდება მისი სინათლე. მანძილი მზიდან გაორმაგდება, ენერგია მცირდება 4-ჯერ. მანძილი გაათმაგდება, ენერგია მცირდება 9-ჯერ. მარსზე, რომელიც არის 1,5-ჯერ უფრო შორს მზისგან ვიდრე დედამიწა, მზის ენერგია არის დაახლოებით 50% იმისა, რაც დედამიწაზეა. იუპიტერის მთვარეებზე, რომლებიც არიან 5-ჯერ უფრო შორს, მზის ენერგია არის 25-ჯერ უფრო სუსტი. პროქსიმა ცენტავრის სისტემაში, სადაც მზე არის მხოლოდ კიდევ ერთი ვარსკვლავი ცაში, მზის ენერგია არის ფაქტობრივად 0. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი კოლონია, ნებისმიერი დასახლება, რომელიც არ არის დედამიწაზე, უნდა აწარმოოს საკუთარი ენერგია. და ენერგიის წარმოება კოსმოსში არის ექსპონენციურად უფრო რთული ვიდრე დედამიწაზე. მზის პანელები. ისინი მუშაობენ მარსზე, მაგრამ ნახევარი ეფექტურობით. ისინი მუშაობენ იუპიტერის მთვარეებზე, მაგრამ 25-ჯერ უფრო სუსტად. და ისინი საერთოდ არ მუშაობენ სხვა ვარსკვლავურ სისტემებში, თუ თქვენ არ ხართ ახლოს იმ სისტემის ვარსკვლავთან. ბირთვული რეაქტორები? ისინი მუშაობენ, თეორიულად, მაგრამ ბირთვული რეაქტორები მოითხოვენ საწვავს, ურანს, პლუტონიუმს, თორიუმს. და ეს საწვავი არ არსებობს კოსმოსში. ის არსებობს მხოლოდ პლანეტებზე, რომლებსაც აქვთ გეოლოგიური პროცესები, რომლებმაც კონცენტრირება გაუკეთეს ამ ელემენტებს მილიარდობით წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი კოლონია, რომელიც იყენებს ბირთვულ ენერგიას, უნდა იყოს პლანეტაზე. და პლანეტები, რომლებსაც აქვთ ატმოსფერო, წყალი, მინერალები, არიან იშვიათი. უმეტესი ადგილები კოსმოსში არის ვაკუუმი, რადიაცია და სიცივე. სინთეზის რეაქტორები. ისინი არის წმინდა გრაალი. ენერგიის წყარო, რომელიც იყენებს წყალბადს, ყველაზე უხვ ელემენტს სამყაროში და გარდაქმნის მას ჰელიუმად, გამოყოფს უზარმაზარ ენერგიას. მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ავაშენეთ მუშა სინთეზის რეაქტორი. ჩვენ ვცდილობთ 60 წლის განმავლობაში. ჩვენ დავხარჯეთ $100 მილიარდი. და ჩვენ კვლავ არ ვართ იქ. ყველაზე მოწინავე სინთეზის ექსპერიმენტი, ITER, საფრანგეთში იგეგმება, რომ დაიწყოს ოპერაცია 2025 წელს. და თუნდაც ის მუშაობდეს, ის იქნება უზარმაზარი, რთული, მოწყვლადი მანქანა, რომელიც მოითხოვს მუდმივ მოვლას, რემონტს, საწვავის მიწოდებას. და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამანგრეველია. ენერგია არ არის მხოლოდ ელექტროობა. ენერგია არის ყველაფერი. ენერგია არის სითბო, რომელიც გინარჩუნებთ სიცოცხლეს გარემოში, სადაც ტემპერატურა არის -270 გრადუსი. ენერგია არის სინათლე, რომელიც საჭიროა მცენარეების გასაზრდელად, თუ გსურთ საკუთარი საკვების წარმოება. ენერგია არის მოძრაობა, რომელიც საჭიროა მინერალების მოსაპოვებლად, სტრუქტურების ასაშენებლად, აღჭურვილობის გადასატანად. ენერგია არის კომუნიკაცია, სიგნალების გაგზავნა დედამიწაზე, რომლებიც მოძრაობენ სინათლის სიჩქარით და მოითხოვენ უზარმაზარ ენერგიას, რომ მიაღწიონ ათასობით, მილიონობით, მილიარდობით კილომეტრებს. დედამიწაზე ჩვენ არ ვფიქრობთ ენერგიაზე. ჩვენ ვთავთ შუქს, ის მუშაობს. ჩვენ ვაცხელებთ სახლს, ის თბება. ჩვენ ტვირთავთ ტელეფონს, ის იტვირთება. ენერგია არის უსასრულო, ხელმისაწვდომი, უხილავი. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პლანეტაზე, რომელსაც აქვს ვარსკვლავი, უზარმაზარი ბირთვული სინთეზის რეაქტორი, რომელიც ასხივებს ენერგიას ყოველ წამს, უფასოდ, შეუქცევადად. მაგრამ კოსმოსში ენერგია არის ყველაზე ძვირფასი რესურსი. ყოველი ჯოული უნდა იყოს წარმოებული, შენახული, განაწილებული, კონსერვირებული.
ყოველი ჯოული, რომელსაც თქვენ ფლანგავთ, ყოველი ზედმეტი სინათლე, ყოველი ზედმეტი სითბო, ყოველი ზედმეტი მოძრაობა არის ჯოული, რომელიც აღარ გაქვთ. და როდესაც თქვენი ენერგია ამოიწურება, თქვენ გვდებით. არა ნელა, არა თანდათანობით, სწრაფად, შეუქცევადად, გარდაუვლად. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ენერგია მოდის მზის პანელებიდან. უზარმაზარი მასივები, რომლებიც ფარავენ ფართობს, რომელიც უდრის ფეხბურთის მოედანს. ეს პანელები აწარმოებენ დაახლოებით 110 კილოვატს საკმარის სადგურის ფუნქციონირებისთვის, მაგრამ არა მეც. არ არის ზედმეტი ენერგია, არ არის რეზერვი. თუ პანელები ჩაიშლებიან, თუ მიკრომეტეორიტი დააზიანებს მათ, ან მზის ქარიშხალი დააზიანებს მათ, სადგური კარგავს ენერგიას. და ენერგიის გარეშე სასიცოცხლო უზრუნველყოფის სისტემები წყვეტენ მუშაობას. ჟანგბადის წარმოებაც ხდება, ტემპერატურის კონტროლიც ხდება, კომუნიკაციაც ხდება. ასტრონს ხდება. ასტრონავტებს რჩებათ საათები, სანამ ისინი დაიხჩობიან ნახშირორ ჟანგში, ან გატინვაში, ან სიცხეში. და საერთაშორისო კოსმოსური სადგური არის დედამიწის ორბიტაზე, 400 კილომეტრზე. მარსზე, იუპიტერის მთვარეებზე, სხვა ვარსკვლავურ სისტემებში. ენერგეტიკული გამოწვევა იზრდება ექსპონენციურად და არ არსებობს გადაუდებელი დახმარება. არ არსებობს სარეზერვო გენერატორები, რომლებსაც შეუძლიათ გაგზავნა. არ არსებობს ინჟინრები, რომლებსაც შეუძლიათ ჩამოსვლა და შეკეთება. თქვენ ხართ მარტო, სრულიად მარტო, ენერგეტიკულ უფსკრულზე, რომელიც არასოდეს იხურება. და აქ არის ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს მეცნიერებს. ყველა ეს პრობლემა, რადიაცია, რაკეტის განტოლება, ბიოლოგიური ამბოხება, ფსიქოლოგიური იზოლაცია, სინათლის სიჩქარის ზღვარი, ენერგეტიკული უფსკრული არ არის დამოუკიდებელი. ისინი ურთიერთქმედებენ, ისინი ქმნიან სისტემას. სისტემას, რომელიც არის უფრო დიდი ვიდრე ცალკეული ნაწილების ჯამი. სისტემას, რომელიც არის თვითგამტკიცებადი, თვითგამაძლიერებელი, თვითდამანგრეველი. რადიაციული დაცვა მოითხოვს მასას. მასა მოითხოვს საწვავს. საწვავი მოითხოვს ენერგიას. ენერგია მოითხოვს დროს. დროს წარმოებისთვის, დროს შენახვისთვის, დროს გამოყენებისთვის. დრო მოითხოვს სასიცოცხლო უზრუნველყოფას, საკვებს, წყალს, ჟანგბადს. სასიცოცხლო უზრუნველყოფა მოითხოვს აღჭურვილობას. აღჭურვილობა მოითხოვს მასას. მასა მოითხოვს საწვავს. სპირალი გრძელდება, უსასრულოდ, შეუქცევადად, დამანგრეველად. და ყოველი ეს ხდება გარემოში, რომელიც აქტიურად ცდილობს მოკკლას. გარემოში, სადაც ტემპერატურა არის -270 გრადუსი. გარემოში, სადაც რადიაცია არის მუდმივი, უხილავი, გარდაუვალი. გარემოში, სადაც ერთი შეცდომა, ერთი გაუმართავობა, ერთი გაჟონვა, ერთი ბზარი შეიძლება მოკვლას ყველას წამებში. დედამიწაზე ბუნება არის მოწყალე. ჰაერი არის უფასო. წყალი ვარდება ცისგან. მზე ანათებს ყოველდღე. ტემპერატურა არის 30 გრადუსი. არა ძალიან ცხელი, არა ძალიან ცივი. იდეალური ცხოვრებისთვის. გრავიტაცია გიჭერთ. მაგნიტური ველი გიცავთ. ატმოსფერო გიცავთ. ბიოსფერო კვებავთ. თქვენ ხართ დაცული, ხარდაჭერილი, გარშემორტყმული სისტემით, რომელიც 4 მილიარდი წლის განმავლობაში ევოლუციურად ჩამოყალიბდა თქვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მაგრამ კოსმოსში ბუნება არის მტერი. ყოველი რესურსი უნდა იყოს წარმოებული. ყოველი საფრთხე უნდა იყოს პროგნოზირებული. ყოველი სისტემა უნდა იყოს დუბლირებული, ტრიპლირებული, კვადრუპლირებული. და თუნდაც ასე, თქვენ არასოდეს არ იქნებით უსაფრთხოდ. რადგან კოსმოსი არ არის ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. ის არის ადგილი, სადაც ადამიანები გვდებიან. და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამანგრეველია. ყველა ეს პრობლემა, ყველა ეს გამსგამოწვევა, ყველა ეს შეუძლებლობა არის მხოლოდ ჩვენი მზის სისტემისთვის. მხოლოდ პლანეტებისთვის, რომლებიც არიან რამდენიმე მილიარდ კილომეტრზე. მხოლოდ ადგილებისთვის, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ თეორიულად, თუ ყველაფერი იდეალურად მუშაობს, წლებში, არა საუკუნეებში. მაგრამ ვარსკვლავები, რომლებზეც ადამიანები ოცნებობენ, ვარსკვლავები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ პლანეტები, როგორც დედამიწა, პლანეტები, სადაც ცხოვრება შეიძლება არსებობდეს, პლანეტები, სადაც ადამიანობამ შეიძლება იპოვოს ახალი სახლი, ეს ვარსკვლავები არიან სინათლის წლების მანძილზე. ათობით სინათლის წლები, ასობით სინათლის წლები, ათასობით წლები, ათასობით სინათლის წლები. და სინათლის სიჩქარის ზღვარი, ის მეხუთე კედელი, გვეუბნება, რომ ჩვენ არასოდეს ვერ მივახცევთ მათ. არა ჯერ არ შეგვიძლია, არა ჩვენ გვჭირდება უკეთესი ტექნოლოგია, არამედ არასოდეს. არასოდეს, რადგან ფიზიკის კანონები
კანონები, რომლებიც არ არის ადამიანის შექმნილი, არამედ სამყაროს ფაბრიკაში ჩაწერილი, კრძალავენ მას. ჩვენ ვართ ციხეში. ციხე, რომელსაც 6 კედელი აქვს. რადიაცია, რაკეტის განტოლება, ბიოლოგიური ამბოხება, ფსიქოლოგიური იზოლაცია, სინათლის სიჩქარის ზღვარი, ენერგეტიკული უფსკრული. და ეს კედლები არ არის აგურით აშენებული. ისინი არ არის ფოლადით აშენებული. ისინი აშენებულია ფიზიკით. ფუნდამენტური, შეუქცევადი, გარდაუვალი. და შესაძლოა ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ ჩვენ ამას არ ვიცოდით. ჩვენ ვფიქრობდით, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ კოსმოსური ექსპანსია არის გარდაუვალი, რომ ადამიანობა გავრცელდება ვარსკვლავებში, რომ ჩვენ გავხდებით მრავალპლანეტური სახეობა, რომ სამყარო არის ჩვენი დასაპყრობად. მაგრამ რაც უფრო მეც ვსწავლობთ, რაც უფრო მეც ვზომეთ, ვზომავთ, თვლით, ვაანალიზებთ, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ეს არ არის ჭეშმარიტება. სამყარო არ არის დასაპყრობად, ის არის ციხე. და ჩვენ, ადამიანობა, ცხოვრება, ცნობიერება, ვართ პატიმრები. პატიმრები პლანეტაზე, რომელიც არის ჩვენი ერთადერთი სახლი. პლანეტაზე, რომელიც არ არის ციხე, არამედ აკვანი. აკვანი, რომელიც გვიცავს, გვკვებავს, გვიჭერს. აკვანი, რომელიც 4 მილიარდი წლის განმავლობაში ევოლუციურად ჩამოყალიბდა ჩვენთვის. აკვანი, რომელიც არის ერთადერთი ადგილი მთელ ცნობილ სამყაროში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ. და ჩვენ ვანგრევთ მას. მაგრამ იცით რა არის ყველაზე საინტერესო, ყველაზე პარადოქსული, ყველაზე სასტიკად ირონიული? ჩვენ ვანგრევთ ერთადერთ ადგილს სამყაროში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ, იმ იმედით, რომ ვიპოვით სხვა ადგილს, სადაც ვიცხოვრებთ. ჩვენ ვწვავთ აკვანს, რომელიც გვიცავს, რადგან ვოცნებობთ ციხეზე, რომელიც მოგკლავს. დედამიწის ატმოსფერო, ჰაერის ოკეანე, რომელიც გიცავთ კოსმოსური რადიაციისგან, ივსება ნახშირორ ჟანგით. 2024 წელს ატმოსფერული CO2-ის კონცენტრაცია გადააჭარბა 430 ნაწილს მილიონზე. დონეს, რომელიც არ ყოფილა 3 მილიონი წლის განმავლობაში. ტემპერატურა იზრდება, ყინულის ფარები დნება, ოკეანეები მჟავდება, ეკოსისტემები იშლება. და ჩვენ აგრძელებთ. წვავთ ნავთობს, ნახშირს, გაზს, რადგან გვჭირდება ენერგია. ენერგია რაკეტების ასაშენებლად, რომლებიც საგვიყვანენ მარსზე. მარსზე. პლანეტაზე, რომლის ატმოსფერო არის 95%-ით ნახშირორ ჟანგი. პლანეტაზე, სადაც ტემპერატურა არის -60 გრადუსი. პლანეტაზე, რომელსაც არ აქვს მაგნიტური ველი, არ აქვს ოზონის ფენა, არ აქვს ბიოსფერო. პლანეტაზე, რომელიც არის ყველაფერი, რისგანაც ჩვენ ვცდილობთ გავექცეთ დედამიწაზე, მაგრამ 1000-ჯერ უარესი. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. ჩვენ ვიცით ეს, მეცნიერები იციან, ინჟინრები იციან, ასტრონავტები იციან. ყველა, ვინც რეალურად სწავლობს კოსმოსურ ექსპანსიას, არა ოცნებობს მის შესახებ, არა საუბრობს მის შესახებ კონფერენციებზე, არამედ რეალურად ითვლის რიცხვებს, ზომავს რადიაციას, ტესტავს ტექნოლოგიებს, იციან, რომ ეს არის თითქმის შეუძლებელი. NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ბიბლიოთეკაში არსებობს დოკუმენტი. ის არ არის საიდუმლო, ის არ არის კლასიფიცირებული. ის უბრალოდ არის იქ, ათასობით გვერდი კვლევისა, მონაცემებისა, გამოთვლებისა. დოკუმენტი, რომელიც აფასებს რისკებს, გამოწვევებს და შეზღუდვებებს ადამიანის მარსზე მისიისთვის. ამ დოკუმენტის ბოლოს, გვერდი, რომელსაც ბევრი არ კითხულობს, არის ცხრილი. ცხრილი, რომელიც ჩამოთვლის ყველა ცნობილ რისკს და ყოველი რისკისთვის ალბათობას, რომ ის მოკლავს ასტრონავტს. რადიაცია 3%-დან 10%-მდე. გულ-სისხლძარღვთა ჩავარდნა დაბრუნებისას 5%. ძვლის ვლუტეხილობა 10%. ფსიქოლოგიური კრიზისი 15%. სისტემის გაუზგაუმართავობა 20%. როდესაც თქვენ ამატებთ ყველა ამ რისკს, როდესაც თქვენ ითვლით კომბინირებულ ალბათობას, რომ სულ მცირე ერთი ამ საფრთხიდან მოკლავს სულ მცირე ერთ ასტრონავტს, რიცხვი არის შემაშფოთებელი. დაახლოებით 50%. თითქმის 1/2-დან. წარმოიდგინეთ ეს. წარმოიდგინეთ, რომ NASA აცხადებს, ჩვენ გზავნით 6 ასტრონავტს მარსზე და ჩვენ ველით, რომ 3 მათგანი დაბრუნდება ცოცხალი. წარმოიდგინეთ საზოგადოების რეაქცია. წარმოიდგინეთ პოლიტიკური ზეწოლა. წარმოიდგინეთ ოჯახები, რომლებიც უყურებენ, როგორც მათი შვილები, მეუღლეებს, მათი შვილები, მეუღლეები, მშობლები ემზადებიან მოგზაურობისთვის, რომელიც ალბათ მოკლავს მათ. და აქ არის ის, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ეს 50% არის მხოლოდ ცნობილი რისკებისთვის. რისკები, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ, შევისწავლოთ, შევაფასოთ. მაგრამ რა იმ რისკების შესახებ, რომლებსაც ჩვენ არ ვიცით? რა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ჯერ არ გამოვლენილა, რადგან არავინ არასოდეს ყოფილა მარსზე. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ადგილზე, რომელიც ოპერირებს 24 წლის განმავლობაში, სადაც ასობით ასტრონავტი იცხოვრა,
ჩვენ კვლავ აღმოვაჩენთ ახალ პრობლემებს. 2018 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიები კოსმოსში მუტაციას განიცდიან. ხდებიან უფრო აგრესიულები, უფრო მდგრადი ანტიბიოტიკების მიმართ. 2021 წელს ისინი აღმოაჩინეს, რომ ასტრონავტების თირკმელები იწყებენ ფორმირებას ქვების, არა თვეების შემდეგ, არამედ კვირების შემდეგ. 2024 წელს ისინი აღმოაჩინეს, რომ კოსმოსური რადიაცია აზიანებს არა მხოლოდ ნეირონებს, არამედ მიტოქონდრიებს, უჯრედის ენერგეტიკულ სადგურებს, რაც ნიშნავს, რომ ასტრონავტების უჯრედები ნელა კარგავენ უნარს ენერგიის წარმოებისა. ყოველი წელი ჩვენ ვაღმოვაჩენთ რაღაც ახალს. ყოველი წელი სია იზრდება და ყოველი წელი ჩვენ ხვდებით, რომ კოსმოსი არის კიდევ უფრო მტრული, კიდევ უფრო საშიში, კიდევ უფრო გაუთვალისწინებელი, ვიდრე ვფიქრობდით. მაგრამ ჩვენ აგრძელებთ. ჩვენ აგრძელებთ გეგმების შედგენას, რაკეტების აშენებას, ასტრონავტების ტრენინგს. ჩვენ აგრძელებთ საცაუბარს მარსის კოლონიებზე, მთვარის ბაზებზე, ვარსკვლავთა შორის მოგზაურობებზე. და როდესაც ვინმე ამბობს, მაგრამ რიცხვები არ ემთხვევა, მაგრამ ფიზიკა კრძალავს ამას, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ჩვენ პასუხობთ იმავე ფრაზით, რომელსაც ყოველთვის ვიტენებთ. ტექნოლოგია გაუმჯობესდება. და აქ არის ის, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ პატიოსნები. აქ არის ის, სადაც ჩვენ უნდა შევჩერდეთ და ვაღიაროთ რაღაც, რაც ძალიან ბევრმა არსუს გაიგოს. ტექნოლოგია არ არის მაგია. ტექნოლოგია არ არის რაღაც, რაც ავტომატურად, გარდაულად, ექსპონენციურად უმჯობესდება. ტექნოლოგია არის ინსტრუმენტი. ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობს ფიზიკის კანონების ფარგლებში. და ზოგიერთი ამ კანონიდან არის ფუნდამენტური, აბსოლუტური, შეუქცევად. თქვენ არ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ტექნოლოგია იმდენად, რომ გადალახოთ სინათლის სიჩქარის ზღვარი. თქვენ არ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ტექნოლოგია იმდენად, რომ გააქროთ რაკეტის განტოლება. თქვენ არ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ტექნოლოგია იმდენად, რომ თქვენი სხეული აღარ საჭიროებდეს გრავიტაციას, რომელშიც ის 4 მილიარდი წლის განმავლობაში ევოლუციურად ჩამოყალიბდა. ეს არ არის პესიმიზმი. ეს არ არის დამარცხების აღიარება. ეს არის რეალიზმი, პატიოსანი, მტკივნეული, აუცილებელი რეალიზმი. და მე ვიცი, რას ფიქრობთ. მე ვიცი, რადგან მე ვიფიქრე იგივე. მაგრამ რა იმ მეცნიერების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია? რა იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც აშენებენ რაკეტებს? რა იმ მილიარდერების შესახებ, რომლებიც ინვესტირებენ მილიარდებს? მოდით ვიყოთ პატიოსნები იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად. ელონ მასკი, ადამიანი, რომელმაც უფრო მეტი გააკეთა კოსმოსური ექსპანსიის პოპულარიზაციისთვის, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ცოცხალმა ადამიანმა. საუბრობს მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნაზე. მაგრამ როდესაც თქვენ კითხულობთ დეტალებს, როდესაც თქვენ რეალურად ანალიზს უკეთებთ გეგმებს, თქვენ ხედავთ, რომ ისინი ვარაუდობენ ტექნოლოგიებს, რომლებიც არ არსებობს. ისინი ვარაუდობენ პრობლემების გადაწყვეტებს, რომლებიც არ არის ნაპოვნი. ისინი ვარაუდობენ, რომ ფიზიკის კანონები, რომლებიც არ არის ადამიანის შექმნილი, როგორღაც თანხმდებიან. ჯეფ ბეზოსი საუბრობს ტრილიონ ადამიანზე, რომლებიც ცხოვრობენ კოსმოსურ სადგურებზე. მაგრამ ერთი კოსმოსური სადგური, საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც იტევს 6 ადამიანს, ღირდა $115 მილიარდ და ააშენა 15 ქვეყანა 30 წლის განმავლობაში. ტრილიონი ადამიანი მოითხოვდა დაახლოებით 170 მილიარდ ასეთ სადგურს. ღირებულება იქნებოდა დაახლოებით 30 კვადრილიონი $. 1000-ჯერ მეტი, ვიდრე მთელი ადამიანობის ქონები. NASA საუბრობს მთვარის ბაზაზე. მაგრამ მათი საკუთარი შეფასებები აჩვენებს, რომ მუდმივი ბაზა, რომელსაც შეუძლია 4 ასტრონავტის მხარდაჭერა, ღირდებოდა დაახლოებით $30 მილიარდ აშენებას და დაახლოებით $5 მილიარდ წელიწადში ოპერირებას. და ეს მთვარეზე, ადგილზე, რომელიც არის მხოლოდ 3 დღის მოგზაურობაში, სადაც გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში ევაკუაცია შესაძლებელია. და აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. ყველა ეს რიცხვი, ყველა ეს ღირებულება, ყველა ეს დრო, ყველა ეს რესურსი არის რესურსი, რომელსაც ჩვენ არ ვხარჯავთ დედამიწის გადასარჩენად. რესურსი, რომელსაც ჩვენ არ ვხარჯავთ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, ეკოსისტემების აღდგენაზე, სახეობების გადარჩენაზე, ადამიანების დაცვაზე, რომლებიც უკვე კვდებიან, არა კოსმოსში, არამედ აქ, დედამიწაზე, ახლა. 2024 წელს მსოფლიო დახარჯა დაახლოებით $100 მილიარდ კოსმოსურ ექსპლორაციაზე. იმავე წელს მსოფლიო დახარჯა დაახლოებით $30 მილიარდ კლიმატის ადაპტაციაზე, დახმარებაზე ქვეყნებისთვის და თემებისთვის, რომლებიც უკვე განიცდიან კლიმატის ცვლილების შედეგებს. ჩვენ ხარჯავთ 3-ჯერ მეტს იმის ოცნებაზე, თუ როგორ დავტოვოთ დედამიწა, ვიდრე იმის დაცვაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ ის.
და აქ არის ის, სადაც ჩვენ უნდა შევჩერდეთ და ვიკითხოთ. რატომ? რატომ ვართ ჩვენ ასე შევქრობილი კოსმოსური ექსპანსიით? რატომ ვოცნებობთ მარსზე, როდესაც დედამიწა იხსნება? რატომ ვგეგმავთ ვარსკვლავთა შორის მოგზაურობებს, როდესაც ჩვენ ვერ ვიცავთ ტყეებს, ოკეანეებს, ატმოსფეროს, რომელიც გვიცავს? პასუხი მე მგონი არის ფსიქოლოგიური. ის არის ღრმად ადამიანური. ჩვენ ვართ სახეობა, რომელიც ევოლუციურად ჩამოყალიბდა მოძრაობისთვის. მოძრაობისთვის ახალ ტერიტორიებზე, ახალ რესურსებზე, ახალ შესაძლებლობებზე. ჩვენი წინაპრები დატოვეს აფრიკა და გავრცელდნენ მთელ პლანეტაზე. ისინი გადალახეს ოკეანეები, მთები, უდაბნოები. ისინი დაიპყრეს ყოველი კონტინენტი, ყოველი კლიმატი, ყოველი ეკოსისტემა. და ახლა, როდესაც აღარ არის ახალი კონტინენტები დასაპყრობად, ჩვენ ვიყურებით ზემოთ. ჩვენ ვიყურებით ვარსკვლავებზე და ვფიქრობთ, ეს არის შემდეგი საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოსმოსი არის უბრალოდ კიდევ ერთი ოკეანე გადასალახად, კიდევ ერთი მთა ასასვლელად, კიდევ ერთი უდაბნო გადასაკვეთად. მაგრამ ეს არ არის. კოსმოსი არ არის ახალი კონტინენტი. ის არის ფუნდამენტურად განსხვავებული, ფუნდამენტურად უფრო მტრული, ფუნდამენტურად უფრო საში, უფრო საშიში, ფუნდამენტურად უფრო შეუძლებელი. როდესაც ჩვენი წინაპრები გადალახეს ატლანტიკური ოკეანე, ისინი შეხვდნენ ახალ მიწას. მიწას, რომელსაც ჰქონდა ჰაერი, წყალი, მცენარეები, ცხოველები. მიწას, რომელიც იყო სხვადასხვა, მაგრამ ფუნდამენტურად მსგავსი იმისა, რასაც ისინი დატოვეს. მაგრამ მარსი არ არის ახალი კონტინენტი. ის არის მკვდარი უდაბნო. უდაბნო, რომელსაც არ აქვს ჰაერი, რომელსაც შეგიძლიათ ისუნთქოთ. წყალი, რომელსაც შეგიძლიათ დალიოთ. ნიადაგი, რომელშიც შეგიძლიათ გაზარდოთ საკვები. უდაბნო, რომელიც მოკლავთ წამებში, თუ თქვენი სკაფანდრი გაიჟონება. და აქ არის ის, რაც ნამდვილად პარადოქსულია. ჩვენ ვოცნებობთ მარსის ტერაფორმირებაზე, პლანეტის გარდაქმნაზე, რომელიც მსგავსია დედამიწისა. ჩვენ საუბრობთ ატმოსფეროს შექმნაზე, ტემპერატურის ამაღლებაზე, წყლის დნობაზე. ჩვენ საუბრობთ მთელი პლანეტის, რომელიც ნახევარი ზომისაა დედამიწისა, გარდაქმნაზე იმდენად, რომ ადამიანებმა შეძლონ იქ ცხოვრება. მაგრამ აქ, დედამიწაზე, პლანეტაზე, რომელიც უკვე არის იდეალური ცხოვრებისთვის, ჩვენ ვერ ვაჩერებთ ჩვენს საკუთარ ატმოსფეროს ცვლილებას. ჩვენ ვერ ვაჩერებთ ტემპერატურის ამაღლებას. ჩვენ ვერ ვაჩერებთ ყინულის დნობას. ჩვენ ვერ ვიცავთ ეკოსისტემებს, რომლებიც უკვე არსებობენ. ჩვენ ვოცნებობთ მთელ პლანეტის გარდაქმნაზე, რომელიც 250 მილიონ კილომეტრზეა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცავთ პლანეტას, რომელზეც ვდგავართ. და აქ არის ის, რაც ნამდვილად დამანგრეველია. მარსის ტერაფორმირება, თუ ის საერთოდ შესაძლებელია, მოითხოვდა საუკუნეებს. შესაძლოა 1000 წლეულებს. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ 1000-ობით რაკეტა, მილიონობით ტონა აღჭურვილობა. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ სათბურის გაზებს, რომლებსაც ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ დედამიწაზე. ჩვენ უნდა დავდნოთ პოლარული ყინულის ფარები, რომლებიც დედამიწაზე დნება და იწვევს კატასტროფას. ჩვენ უნდა შევცვალოთ მთელი პლანეტის კლიმატი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი საკუთარი პლანეტის კლიმატს. ღირებულება იქნებოდა, კონსერვატიული შეფასებით, დაახლოებით 10 ტრილიონი დოლარი. შესაძლოა 100 ტრილიონი, შესაძლოა მეტი. ეს არის ფული, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო გადაგვეჭრა ყველა პრობლემა დედამიწაზე. სიღარიბე, შიმშილი, დაავადება, კლიმატის ცვლილებება. ეს არის ფული, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო გადაგვეხადა ყველა ქვეყანა განახლებად ენერგიაზე. ეს არის ფული, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო აღგვედგინა ყველა ტყე, ყველა ოკეანე, ყველა ეკოსისტემა. მაგრამ ჩვენ ვოცნებობთ მის დახარჯვაზე მკვდარი პლანეტის გარდაქმნაზე. პლანეტაზე, რომელიც თუნდაც ტერაფორმირების შემდეგ არასოდეს იქნება ისეთი კარგი, როგორიც დედამიწა ახლაა. და აქ არის ის, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ ბრუტალურად პატიოსნები. აქ არის ის, სადაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ რაღაც, რაც ძალიან მტკივნეულია. კოსმოსური ექსპანსია. იდეა, რომ ადამიანობა გავრცელდება ვარსკვლავებში, არ არის გადარჩენის გეგმა. ის არის გაქცევის ფანტაზია. ფანტაზია, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ არ გვჭირდება დედამიწის დაცვა, რადგან ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია წავიდეთ სხვაგან. ფანტაზია, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენი პრობლემები, კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური კოლაფსი, რესურსების ამოწურვა არ არის ნამდვილად პრობლემები, რადგან ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავიწყოთ თავიდან ახალ პლანეტაზე. მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტება. ეს არ იქნება უდესმე ჭეშმარიტება, რადგან ფიზიკის კანონები, რომლებიც არ არის ადამიანის შექმნილი, არამედ სამყაროს ფაბრიკაში ჩაწერილი, გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავექცეთ. ჩვენ არ შეგვიძლია დავტოვოთ ეს პლანეტა. არა რეალურად, არა მნიშვნელოვანი რაოდენობით, არა გზით, რომელიც რეალურად გადაარჩენს ადამიანობას. ჩვენ ვართ აქ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით აქ. და აქ, დედამიწა,
არ არის ციხე. ის არის აკვანი. ერთადერთი აკვანი მთელ ცნობილ სამყაროში, სადაც ცხოვრება, არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრება, არამედ ყველა ცხოვრება შეუძლია არსებობა. და ჩვენ ვანგრევთ მას. ჩვენ ვანგრევთ მას იმ იმედით, რომ ვიპოვით რაღაც უკეთეს, მაგრამ არაფერი უკეთესი არ არსებობს. არაფერი უკეთესი არ იქნება ოდესმე. რადგან დედამიწა არ არის უბრალოდ პლანეტა. ის არის 4 მილიარდი წლის ევოლუციის შედეგი. ევოლუცია, რომელმაც შექმნა ატმოსფერო, რომელიც გიცავთ. ოკეანეები, რომლებიც გარეგულირებენ კლიმატს. ბიოსფერო, რომელიც აწარმოებს ჟანგბადს, რეციკლირებს ნახშირორ ჟანგს, ქმნის ნიადაგს, აკალიბებს წყალს. მაგნიტური ველი, რომელიც გიცავთ რადიაციისგან. გრავიტაცია, რომელიც გიჭერთ. ყველა ეს სისტემა, რომელიც გიცავთ, გკვებავთ, გიჭერთ, არის უნიკალური. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიპოვეთ სხვა პლანეტები, არამედ იმიტომ, რომ პლანეტები, როგორც დედამიწა, პლანეტები, რომლებსაც აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა ცხოვრებისთვის, არიან ექსპონენციურად იშვიათი. ჩვენ ვიპოვეთ ათასობით ეგზოპლანეტა. პლანეტები, რომლებიც ბრუნავენ სხვა ვარსკვლავების გარშემო. მათგან დაახლოებით 20% არის დასახლებად ზონაში. მანძილზე მათი ვარსკვლავიდან, სადაც ტემპერატურა შეიძლება იყოს სწორი თხევადი წყლისთვის. მაგრამ დასახლებადი ზონა არ ნიშნავს დასახლებადი პლანეტა. ის მხოლოდ ნიშნავს, რომ ტემპერატურა შეიძლება იყოს სწორი. რომ პლანეტა იყოს რეალურად დასახლებადი, რომ ის იყოს ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას, მას სჭირდება ბევრად მეტი. მას სჭირდება ატმოსფერო. არა ნებისმიერი ატმოსფერო, არამედ ატმოსფერო, რომელიც შეიცავს ჟანგბადს. არა ძალიან ბევრ ნახშირორ ჟანგს, არა ძალიან ბევრ მეთანს, არა ძალიან ბევრ გოგირდის დიოქსიდს. მას სჭირდება მაგნიტური ველი. ველი, რომელიც საკმარისად ძლიერია, რომ დაიცვას ატმოსფერო მზის ქარისგან. მას სჭირდება ტექტონიკური აქტივობა. აქტივობა, რომელიც რეციკლირებს ნახშირორ ჟანგს, ქმნის მთებს, აკალიბებს კონტინენტებს. მას სჭირდება მთვარე. მთვარე, რომელიც საკმარისად დიდია, რომ სტაბილიზაცია გაუკეთოს პლანეტის ღერძს, შექმნას მოქცევები, რეგულირება გაუკეთოს კლიმატს. და მას სჭირდება ცხოვრება. არა მხოლოდ მიკრობები, არამედ რთული ეკოსისტემა, რომელიც აწარმოებს ჟანგბადს, რეციკლირებს საკვებნივთიერებებს, ქმნის ნიადაგს. ეკოსისტემა, რომლის შექმნას მილიარდობით წელი სჭირდება. რამდენ პლანეტას აქვს ყველა ეს? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ კონსერვატიული შეფასებები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა 1000 ვარსკვლავზე. შესაძლოა 1 მილიონ ვარსკვლავზე. შესაძლოა 1 მილიარდ ვარსკვლავზე. რაც ნიშნავს, რომ უახლოესი პლანეტა, რომელიც რეალურად მსგავსია დედამიწისა, პლანეტა, სადაც თქვენ შეძლებდით სუნთქვას, სიარულს, ცხოვრებას სკაფანდრის გარეშე, შეიძლება იყოს ასობით სინათლის წლების მანძილზე. შესაძლოა ათასობით სინათლის წლების მანძილზე. შესაძლოა მილიონობით სინათლის წლების მანძილზე. და სინათლის სიჩქარის ზღვარი, ის მეხუთე კედელი, გვეუბნება, რომ ჩვენ არასოდეს ვერ მივახცევთ მას. ჩვენ ვართ აქ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით აქ. და ეს აქ, დედამიწა, არის ყველაფერი, რაც გვაქვს. ყველაფერი, რაც ოდესმე გვექნება. ერთადერთი სახლი, რომელიც ოდესმე გვექნება. და ჩვენ ვანგრევთ მას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ბოროტები ვართ, არა იმიტომ, რომ ჩვენ სულელები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიღებთ ცუდ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება ცუდ ვარაუდებს. ვარაუდს, რომ ტექნოლოგია გადაჭრის ყველაფერს. ვარაუდს, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია წავიდეთ სხვაგან. ვარაუდს, რომ კოსმოსი არის ახალი საზღვარი, ახალი შესაძლებლობა, ახალი დასაწყისი. მაგრამ ეს ვარაუდები არის ცუდი. ისინი არის ფუნდამენტურად, პროვერებულად, მეცნიერულად ცუდი. და რაც უფრო დიდხანს ჩვენ ვიცხოვრებთ ამ ვარაუდებით, მით უფრო მეტ ზიანს ვაყენებთ ერთადერთ ადგილს, სადაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვიცხოვროთ. ეს არის კულმინაცია. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევჩერდეთ. შევჩერდეთ ოცნებაში, შევჩერდეთ ერთად გეგმებში, შევჩერდეთ ფანტაზიებში და შევხედოთ რეალობას. რეალობა არის ეს. ჩვენ არ ტოვებთ დედამიწას. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ფიზიკის კანონები, რომლებიც არ არის ადამიანის შექმნილი, არამედ სამყაროს ფაბრიკაში ჩაწერილი, კრძალავენ მას. რადიაცია მოგკლავს. რაკეტის განტოლება შეგზღუდავს. ბიოლოგიური ამბოხება დაგვანგრევს. ფსიქოლოგიური იზოლაცია გაგვაშალებს. სინათლის სიჩქარის ზღვარი დაგვაკეტავს. ენერგეტიკული უფსკრული გადაქვლაბავს. ეს არის 6 კედელი. 6 კედელი ციხისა, რომელიც არ არის ციხე, არამედ რეალობა. რეალობა, რომელიც გვეუბნება, არა სასტიკად, არა ბოროტულად, არამედ უბრალოდ, ფაქტობრივად, რომ ჩვენ ვართ აქ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით აქ. და აქ, დედამიწა, არ არის ციხე. ის არის სასწაული. მაგრამ რატომ არის ეს სასწაული?
რატომ არის დედამიწა, ეს მცირე ლურჯი წერტილი უსასრულო სიცარიელეში ისეთი განსაკუთრებული? რადგან ის არის ადგილი, სადაც სამყარომ შეიძინა თვალები, რომლითაც დაინახა საკუთარი თავი. ფიქრი ამაზე. 90 მილიარდი წლის განმავლობაში, დროის ხანგრძლივობა, რომელსაც ჩვენი გონება ვერ მოიცავს, სამყარო იყო უბრალოდ ფიზიკა. ნაწილაკები, რომლებიც ეჯახებოდნენ ერთმანეთს, ველები, რომლებიც ურთიერთქმედებდნენ, ენერგია, რომელიც გარდაიქმნებოდა მატერიად და უკან. არანაირი მნიშვნელობა, არანაირი მიზანი, არანაირი ცნობიერება, მხოლოდ უსასრულო, ბრმა, მექანიკური პროცესი. მაგრამ შემდეგ, ერთ პატარა პლანეტაზე, ერთი საშუალო ზომის ვარსკვლავის გარშემო, ერთი საშუალო ზომის გალაქტიკის გარეთა რეგიონში, რაღაც შეიცვალა. მოლეკულები დაიწყეს თვითორგანიზება. ისინი შექმნეს სტრუქტურები, რომლებმაც შეძლეს საკუთარი თავის კოპირება. ეს სტრუქტურები გახდნენ უფრო რთული. ისინი შექმნეს უჯრედებს. უჯრედებმა შექმნეს ედებმა შექმნეს ორგანიზმები. ორგანიზმებმა შექმნეს ნერვული სისტემები. ნერვულმა სისტემებმა შექმნეს ტვინები. ტვინებმა შექმნეს ცნობიერება. და ცნობიერებამ შექმნა რაღაც, რაც არასოდეს არსებობდა სამყაროში. მნიშვნელობა. ეხლა, როდესაც თქვენ უყურებთ ღამის ცას, ის აღარ არის უბრალოდ ფოტონები, რომლებიც ეჯახებიან თქვენს ბადურას. ის არის სილამაზე. როდესაც თქვენ ისმენთ მუსიკას, ის აღარ არის უბრალოდ ჰაერის წნევის ტალღები. ის არის ემოცია. როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, ისინი აღარ არის უბრალოდ ელექტრული სიგნალები თქვენს ტვინში. ისინი არის იდეები. იდეები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ფიქრი, თქვენი გრძნობა, თქვენი მოქმედება. ეს არის რაღაც ფუნდამენტურად ახალი, რაღაც, რაც არ არსებობდა პირველ 90 მილიარდ წელს. რაღაც, რაც, რამდენადაც ჩვენ ვიცით, არ არსებობს სხვაგან მთელ ამ უზარმაზარ უსასრულო სამყაროში. და ეს ყველაფერი ხდება აქ, ამ პლანეტაზე, ამ მცირე, მკიფე, შესანიშნავ ლურჯ წერტილზე. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად საოცარია და ნამდვილად შემაშფოთებელი. ეს ცნობიერება, ეს მნიშვნელობა, ეს უნარი სამყაროს გაგებისა, ყველა ეს დამოკიდებულია იმავე 6 კედელზე, რომლებზეც ვსაუბრობდით. თქვენი ცნობიერება არსებობს, რადგან თქვენ ტვინი არსებობს. თქვენი ტვინი არსებობს, რადგან თქვენი სხეული, რადგან თქვენი სხეული არსებობს. თქვენი სხეული არსებობს, რადგან ის ევოლუციურად ჩამოყალიბდა გრავიტაციაში, ზუსტად 9 მეტრი წამში კვადრატში. თქვენი სხეული არსებობს, რადგან ის დაცულია რადიაციისგან, დაცულია მაგნიტური ველით და ატმოსფეროთი. თქვენი სხეული არსებობს, რადგან ის კვებავს ბიოსფერო, ეკოსისტემა, რომელიც 4 მილიარდი წლის განმავლობაში ევოლუციურად ჩამოყალიბდა. ყველა ეს სისტემა, რომელიც გიცავთ, კვებავთ, გიჭერთ, არის ის, რაც აქცევს ცნობიერებას შესაძლებელს. და ყველა ეს არსებობს მხოლოდ აქ, მხოლოდ ამ პლანეტაზე, მხოლოდ ამ მცირე, მკიფე, შესანიშნავ ლურჯ წერტილზე. რაც ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ვანგრევთ დედამიწას, როდესაც ჩვენ ვანგრევთ ატმოსფეროს, ბიოსფეროს, ეკოსისტემებს, ჩვენ არ ვანგრევთ მხოლოდ გარემოს. ჩვენ ვანგრევთ იმ პირობებს, რომლებიც აქცევენ ცნობიერებას შესაძლებელს. ჩვენ ვანგრევთ იმას, რაც აქცევს სამყაროს მნიშვნელოვანს. მაგრამ აქ ჩვენ უნდა შევჩერდეთ და ვიყოთ პატიოსნები იმის შესახებ, რას არ ვიცით. რადგან ყველაფერი, რაც მე თქვი, ყველა ეს არგუმენტი, ყველა ეს მონაცემი, ყველა ეს დასკვნა, ეფუძნება ჩვენს ამჟამინდელ გაგებას. და ჩვენი გაგება არის შეზღუდული. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა ცხოვრება სხვაგან. ჩვენ ვეძებთ, ჩვენ ვუსმენთ რადიო სიგნალებს, ვაანალიზებთ ეგზოპლანეტების ატმოსფეროებს, ვგზავნით ზონდებს მარსზე და ევროპაზე. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არაფერი ვიპოვეთ. არანაირი სიგნალი, არანაირი ბიოსიგნატურა, არანაირი მტკიცებულება, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. შესაძლოა ჩვენ ვართ პირველები, შესაძლოა სამყარო, ეს უზარმაზარი, ძველი, რთული სამყარო, ელოდა 90 მილიარდ წელს, რომ შექმნას ცნობიერება. და ის შექმნა აქ, ამ პლანეტაზე, ჩვენში. ან შესაძლოა ჩვენ არ ვართ პირველები. შესაძლოა სამყარო სავსეა ცხოვრებით. ცხოვრებით, რომელიც ისეთი განსხვავებულია ჩვენგან, რომ ჩვენ ვერ ვცნობთ მას. ცხოვრებით, რომელიც არ ეფუძნება ნახშირბათს, არ საჭიროებს წყალს, არ იყენებს დნმ-ს. ცხოვრებით, რომელიც არსებობს ნეიტრონულ ვარსკვლავების ზედაპირზე, ან შავი ხვრელების მოვლენის ჰორიზონტებზე, ან ბნელი მატერიის ქსელებში. ჩვენ არ ვიცით. და ეს არ ვიცით არის მნიშვნელოვანი. რადგან ის გვახსენებს, რომ ჩვენი გაგება, რამდენადაც იმპრესიული არ უნდა იყოს, არის შეუსრულებელი. ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა ახალი ფიზიკა. ფიზიკა, რომელიც გადალახავს სინათლის სიჩქარის ზღვარს. ფიზიკა, რომელიც შექმნის ვორმჰოლებს, ან ალკუბიერის ძრავებს, ან რაიმე სხვას, რაზეც ჩვენ ჯერ არ გვიფიქრია. ყველა ჩვენი ფიზიკა, კვანტური მექანიკა, ზოგადი ფარდობითობა, სტანდარტული მოდელი,
არის შესანიშნავად წარმატებული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი არის არასრული. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაც, რაც ჩვენ ვერ ხვდებით. ბნელი მატერია ხვდებით. ბნელი მატერია, ბნელი ენერგია, გველი ენერგია, კვანტური გრავიტაცია. შესაძლოა ამ ხარვეზებში, ამ ადგილებში, სადაც ჩვენი თეორიები იშლება, არსებობს რაღაც ახალი. რაღაც, რაც შეცვლის ყველაფერს, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცით კოსმოსური მოგზაურობის შესახებ. მაგრამ, და ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ, ჩვენ არ შეგვიძლია დავაფუძნოთ ჩვენი გადაწყვეტილებები იმაზე, რაც შესაძლოა არსებობდეს. ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ისინი იმაზე, რაც ჩვენ ვიცით. და ის, რაც ჩვენ ვიცით, ის, რაც ყველა ჩვენი ექსპერიმენტი, ყველა ჩვენი დაკვირვება, ყველა ჩვენი თეხველა, ჩვენი თეორია გვეუბნება, არის ის, რომ კოსმოსური ექსპანსია არის ექსტრემალურად რთული. შესაძლოა შეუძლებელი. ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა ახალი ბიოლოგია. ბიოლოგია, რომელიც შექმნის ადამიანებს, რომლებსაც არ სჭირდებათ გრავიტაცია. ადამიანებს, რომლებიც მდგრადნი არიან რადიაციის მიმართ. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ჰიბერნაცია საუკუნეების განმავლობაში. ადამიანებს, რომლებიც აღარ არიან ადამიანები, არამედ რაღაც ახალი, რაღაც პოსტ-ადამიანური. გენეტიკური ინჟინერია, კიბორგიზაცია, გონების ატვირთვა. ყველა ეს არის იდეები, რომლებზეც მეცნიერები მუშაობენ. იდეები, რომლებმაც შეიძლება, შესაძლოა, შეცვალონ ის, რაც ნიშნავს ადამიანად ყოფნას. იდეები, რომლებმაც შეიძლება, შესაძლოა, გახადონ კოსმოსური მოგზაურობა შესაძლებელი. მაგრამ ეს იდეები ბადებენ ღრმა კითხვებს. თუ ჩვენ შევცვლით ჩვენს გენეტიკას იმდენად, რომ ჩვენ აღარ გვჭირდება გრავიტაცია, ჩვენ კვლავ ვართ ადამიანები. თუ ჩვენ ჩავანაცვლებთ ჩვენს სხეულებს მანქანებით, ჩვენ კვლავ ვართ ცოცხალი. თუ ჩვენ ავტვირთავთ ჩვენს დონებას კომპიუტერებში, ჩვენ კვლავ ვართ ჩვენ. ვლავ ვართ ჩვენ. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფიური კითხვები, ეს არის პრაქტიკული კითხვები. რადგან თუ პასუხი არის არა, თუ ის, რაც მიაღწევს ვარსკვლავებს, აღარ არის ადამიანობა, არამედ რაღაც სხვა, მაშინ რა აზრი აქვს? რა აზრი აქვს კოსმოსური ექსპანსიის, თუ ის მოითხოვს, რომ ჩვენ შევწიროთ ყველაფერი, რაც ხვდის ადამიანებად? ჩვენ არ ვიცით. და ეს არ ვიცით არის მნიშვნელოვანი. რადგან ის გვახსენებს, რომ მომავალი არის ღია, რომ ის, რაც დღეს ჩანს შეუძლებელი, ხვალ შეიძლება გახდეს შესაძლებელი. მაგრამ ის ასევე გვახსენებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ ხვალს. ჩვენ არ შეგვიძლია დავაფუძნოთ ჩვენი გადაწყვეტილებები იმედზე, რომ ტექნოლოგია, როგორღაც, ოდესმე, გადაჭრის ყველაფერს. რადგან იმ დროს, როდესაც ეს მოხდება, თუ ეს მოხდება, შესაძლოა გვიან იყოს. ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო გვაქვს. კლიმატის მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს წლები, არა საუკუნეები, არა 10 წლეულები, არამედ წლები, რომ შევაჩეროთ კატასტროფული დათბობა. ბიოლოგები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ მე-6 მასობრივი გადაშენების შუაგულში. გადაშენება, რომელსაც ჩვენ ვიწვევთ, გადაშენება, რომელიც ანადგურებს სახეობებს 1000-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ბუნებრივი ტემპი. ოკეანოგრაფები გვეუბნებიან, რომ ოკეანეები მჟავდება, თბება, კარგავენ ჟანგბადს, ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გახდეს შეუქცევადი. ყველა ეს ხდება ახლა, არა მომავალში, არა რომავალში, არა როდესაც ჩვენ გვექნება უკეთესი ტექნოლოგია, არამედ ახლა, ამ წამს, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს. და ყოველი წელი, რომელსაც ჩვენ ხარჯავთ ოცნებაში კოსმოსური ექსპანსიაზე, ყოველი მილიარდი დოლარი, რომელსაც ჩვენ ხარჯავთ რაკეტებზე, რომლებიც წაიყვანენ 1000 ადამიანს მარსზე, არის წელი, მილიარდი დოლარი, რომელსაც ჩვენ არ ვხარჯავთ პლანეტის გადარჩენაზე, რომელზეც ცხოვრობს 8 მილიარდი ადამიანი. მაგრამ ახლა მოხლა მოდით დავბრუნდეთ იქ, სადაც დავიწყეთ. დავბრუნდეთ იმ წამთან, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს. სწორედ ახლა, ამ წამს, თქვენი სხეული ასრულებს ოპერაციას, რომელიც კოსმოსში შეუძლებელი იქნებოდა. თქვენი გული ატუმბავს სისხლს, თქვენი ფილტვები იღებენ ჟანგბადს, თვები იღებენ ჟანგბადს, თქვენი ძვლები გიჯერენ, თქვენი ტვინი ქმნის აზრებს, რომლებიც ცდილობენ გაიგონ რა ნიშნავს ყველა ეს. და ყველა ეს ხდება, რადგან თქვენ ხართ აქ, ამ პლანეტაზე, ამ მცირე ლურჯ წერტილზე, რომელიც არის ერთადერთი ადგილი მთელ ცნობილ სამყაროში, სადაც ასეთი რამ შესაძლებელი. გახსოვთ როგორ დავიწყეთ. გახსოვთ ის 6 კედელი, რადიაცია, რაკეტის განტოლება, ბიოლოგიური ამბოხება, ფსიქოლოგიური იზოლაცია, სინათლის სიჩქარის ზვარი, ენერგეტიკული უფსკრული. გახსოვთ როგორ თქვი, რომ ეს კედლები აქცევენ კოსმოსს ციხედ. მაგრამ აქ არის ის, რაც მე არ გითხარით. ეს კედლები არ არის ციხის კედლები, ისინი არის აკუნის კედლები. კედლები, რომლებიც გიცავენ, არა კედლები, რომლებიც გაკეტავენ. რადიაცია, ის პირველი კედელი, არის საშიში, რადგან კოსმოსი სავსეა ენერგიით, რომელიც შეიძლება მოგკლას.
მაგრამ დედამიწაზე თქვენს თავს ზემოთ არის ორი ფარი, მაგნიტური ველი და ატმოსფერო, რომლებიც გიცავენ. ფარები, რომლებიც არ არის ადამიანის შექმნილი, არამედ პლანეტის შექმნილი, პლანეტის, რომელიც გიცავთ. რაკეტის განტოლება, ის მეორე კედელი, არის ტირანი, რადგან მასა მოითხოვს ენერგიას. მაგრამ დედამიწაზე თქვენ არ გჭირდებათ რაკეტები. თქვენ უკვე ხართ აქ. თქვენ უკვე ხართ ადგილზე, სადაც ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, ჰაერი, წყალი, საკვები, თავშესაფარი, არსებობს. ბიოლოგიური ამბოხება, ის მესამე კედელი, არის საშიში, რადგან თქვენი სხეული საჭიროებს გრავიტაციას. მაგრამ დედამიწაზე გრავიტაცია არის. ის ყოველთვის იქნება. ის გიჯერთ, არა ფიზიკურად, არამედ ფუნდამენტურად. ის არის ძალა, რომელმაც შექმნა თქვენი ძვლები, თქვენი კუნთები, თქვენი გული, თქვენი ტვინი. ფსიქოლოგიური იზოლაცია, ის მეოთხე კედელი, არის დამანგრეველი, რადგან ადამიანები არიან სოციალური არსებები. მაგრამ დედამიწაზე თქვენ არ ხართ იზოლირებული. თქვენ ხართ გარშემორტყმული. გარშემორტყმული 88 მილიარდი სხვა ადამიანით, ტრილიონობით სხვა ცოცხალი არსებით, ეკოსისტემით, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან, ელაფერთან. სინათლის სიჩქარის ზღვარი, ის მეხუთე კედელი, არის აბსოლუტური, რადგან ფიზიკის კანონები არის აბსოლუტური. მაგრამ დედამიწაზე თქვენ არ გჭირდებათ მოგზაურობა სინათლის სიჩქარით. თქვენ არ გჭირდებათ მიღწევა ვარსკვლავებამდე, რადგან ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, ყველაფერი, რაც აქცევს ცხოვრებას ღირებულს, არის აქ. ენერგეტიკული უფსკრული, ის მეექვსე კედელი, არის უზარმაზარი, რადგან კოსმოსი არის ცივი, ბნელი, ცარიელი. მაგრამ დედამიწაზე ენერგია მოდის უფასოდ. მოდის მზისგან, ყოველ წამს, ყოველ დღეს, მილიარდობით წლის განმავლობაში. ენერგია, რომელიც აწარმოებს ყველაფერს, ქარს, წვიმას, მცენარეებს, ცხოველებს, თქვენ. ეს 6 კედელი, ეს 6 შეზღუდვა, რომლებიც აქცევენ კოსმოსურ ექსპანსიას თითქმის შეუძლებელს. არ არის ციხის კედლები. ისინი არის აკუნის კედლები. კედლები, რომლებიც გიცავენ სამყაროსგან, რომელიც სხვაგან ყველგან ცდილობს მოკლას. და აქ არის ის, სადაც ჩვენ უნდა ვიკითხოთ ღრმა კითხვა. კითხვა, რომელიც არ არის მეცნიერული, არამედ ფილოსოფიური. რა არის ჩვენი ადგილი სამყაროში? საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ვართ ცენტრი. დედამიწა იყო სამყაროს ცენტრი. მზე და ვარსკვლავები ბრუნავდნენ ჩვენს გარშემო. ღმერთმა შექმნა სამყარო ჩვენთვის. მაგრამ შემდეგ მოვიდა კოპერნიკი, გალილეო, ნიუტონი. ისინი გვიჩვენეს, რომ დედამიწა არ არის ცენტრი. ის არის მხოლოდ ერთი პლანეტა მრავალთაგან. მზე არ არის განსაკუთრებული. ის არის მხოლოდ ერთი ვარსკვლავი მილიარდობით ვარსკვლავიდან. ჩვენი გალაქტიკა არ არის განსაკუთრებული. ის არის მხოლოდ ერთი გალაქტიკა ტრილიონობით გალაქტიკიდან. ეს იყო დამამცირებელი. ეს იყო ეგოს გარტყმა. ჩვენ ვიყავით ცენტრი და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მტვერი. მტვერი უზარმაზარ გულგრილ სამყაროში. მაგრამ შემდეგ მოვიდა დარვინი, მოვიდა დნმ-ის აღმოჩენა, მოვიდა ნეირომეცნიერება და ისინი გვიჩვენეს რაღაც ახალი, რაღაც, რაც არ აქცევს ჩვენ ცენტრს, არამედ აქცევს ჩვენ განსაკუთრებულს. ჩვენ ვართ სამყარო, რომელიც იცნობს საკუთარ თავს. ჩვენ ვართ ატომები, რომლებმაც ისწავლეს ატომების შესახებ. ჩვენ ვართ ვარსკვლავური მტვერი, რომელიც ფიქრობს ვარსკვლავებზე. ჩვენ ვართ სამყაროს გზა საკუთარი არსებობის გაგებისა. და ეს უნარი გაგებისა, ცოდნისა, მნიშვნელობის შექმნისა არის რაღაც ფუნდამენტურად ახალი. რაღაც, რაც რამდენადაც ჩვენ ვიცით, არ არსებობდა პირველ 90 მილიარდ წელს. რაღაც, რაც არსებობს მხოლოდ აქ, ამ პლანეტაზე, ჩვენში. ფიზიკოსი კარლ საგანი, ადამიანი, რომელიც უფრო მეც ფიქრობდა ჩვენს ადგილზე სამყაროში, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა, ერთხელ თქვა რაღაც ღრმა. მან თქვა, ჩვენ ვართ გზა კოსმოსისთვის, რომ იცოდეს საკუთარი თავის შესახებ. ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსა, რომელიც დაიწყო საკუთარი თავის შესწავლა. ფიქრი ამაზე. სამყარო, ეს უზარმაზარი, ძველი, რთული სამყარო, იყო ბრმა 90 მილიარდი წლის განმავლობაში. ის არსებობდა, მაგრამ ის არ იცოდა, რომ ის არსებობდა. ის იყო, მაგრამ ის არ იცოდა რა იყო. მაგრამ შემდეგ ერთ პატარა პლანეტაზე სამყარომ შექმნა თვალები, შექმნა ტვინები, შექმნა ცნობიერება. და პირველად სამყარომ შეძლო დაენახა საკუთარი თავი. როდესაც თქვენ უყურებთ ღამის ცას, როდესაც თქვენ ხედავთ გალაქტიკებს, რომლებიც მილიარდობით სინათლის წლების მანძილზეა, თქვენ არ ხართ უბრალოდ ადამიანი, რომელიც უყურება სამყაროს. თქვენ ხართ სამყარო, რომელიც უყურება საკუთარ თავს. თქვენ ხართ გზა, რომლითაც კოსმოსი იცნობს საკუთარ თავს. და ეს არის რაღაც ღრმად მნიშვნელოვანი. რაღაც, რაც აქცევს ჩვენ, არა ცენტრს, არამედ განსაკუთრებულს. არა ყველაზე მნიშვნელოვანს, ლოვანს, არამედ მნიშვნელოვანს. მაგრამ აქ არის ის, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია.
ეს განსაკუთრებულობა, ეს უნარი, გაგებისა, ცოდნისა, მნიშვნელობის შექმნისა არის მკრიფე. ის არსებობს მხოლოდ აქ, ამ პლანეტაზე. ის დამოკიდებულია პირობებზე, რომლებიც არსებობს მხოლოდ აქ და ჩვენ ვანგრევთ ამ პირობებს. როდესაც ჩვენ ვანგრევთ ატმოსფეროს, ბიოსფეროს, ეკოსისტემებს, ჩვენ არ ვანგრევთ მხოლოდ გარემოს. ჩვენ ვანგრევთ იმ პირობებს, რომლებიც აქცევენ ცნობიერებას შესაძლებელს. ჩვენ ვანგრევთ იმას, რაც აქცევს სამყაროს მნიშვნელობას. და თუ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, თუ ჩვენ რეალურად განუგურებთ ბიოსფეროს, გავხდით პლანეტას დაუსახლებელს, მაშინ სამყარო კვლავ გახდება ბრმა, კვლავ გახდება გულგრილი, კვლავ გახდება უბრალოდ ფიზიკა. ნაწილაკები, რომლებიც ეჯახებიან ერთმანეთს, ველები, რომლებიც ურთიერთქმედებენ, ენერგია, რომელიც გარდაიქმნება მატერიად და უკან. არანაირი მნიშვნელობა, არანაირი მიზანი, არანაირი ცნობიერება, მხოლოდ უსასრულო, ბრმა, მექანიკური პროცესი. და აქ ჩვენ მივდივართ ფინალურ კითხვასთან. კითხვასთან, რომელსაც არ აქვს მარტივი პასუხი. კითხვასთან, რომელზეც ყოველი ადამიანი უნდა იფიქროს საკუთარი თავისთვის. რა უფრო მნიშვნელოვანია? ოცნება თუ რეალობა? ოცნება კოსმოსური ექსპანსიაზე? ოცნება, რომ ადამიანობა გავრცელდება ვარსკვლავებში, დაიპყრობს გალაქტიკას, გახდება უგდავი. არის ლამაზი ოცნება. ის არის ოცნება, რომელიც გვაძლევს იმედს, მიზანს, ხედვას მომავლისა. მაგრამ რეალობა არის ეს. ჩვენ ვართ აქ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით აქ. და აქ, დედამიწა, არის ერთადერთი სახლი, რომელიც ოდესმე გვექნება. ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ ჩვენი რესურსები, ჩვენი დრო, ჩვენი ენერგია, ჩვენი ინტელექტი ოცნებაში იმის შესახებ, თუ როგორ დავტოვოთ ეს პლანეტა. ან ჩვენ შეგვიძლია გავატაროთ ისინი იმის დაცვაზე, რაც გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ რაკეტები, რომლებიც წაიყვანენ 1000 ადამიანს მარსზე, სადაც ისინი იცხოვრებენ ციხეებში, იბრძოლებენ გადარჩენისთვის, შესაძლოა მოკვდებიან. ან ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ სისტემები, რომლებიც დაიცავენ 8 მილიარდ ადამიანს დედამიწაზე, სადაც ისინი შეძლებენ სუნთქვას, სიარულს, ცხოვრებას თავისუფლად. ჩვენ შეგვიძლია დავხარჯოთ ტრილიონები მკვდარი პლანეტის ტერაფორმირებაზე, პროცესი, რომელსაც საუკუნეები დასჭირდება და შესაძლოა არასოდეს იმუშაოს. ან ჩვენ შეგვიძლია დავხარჯოთ ის ცოცხალი პლანეტის აღდგენაზე, პლანეტა, რომელიც უკვე არის იდეალური, მაგრამ რომელსაც ჩვენ ვანგრევთ. არჩევანი არის ჩვენი, მაგრამ არჩევანი უნდა გაკეთდეს ახლა, არა ხვალ. არა, როდესაც ჩვენ გვექნება უკეთესი ტექნოლოგია. არა, როდესაც ჩვენ გადავჭრით ყველა პრობლემას, არამედ ახლა, ამ წამს, როდესაც ჩვენ კვლავ გვაქვს დრო. რადგან აქ არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. დედამიწა, ეს მცირე ლურჯი წერტილი, არ არის მხოლოდ პლანეტა. ის არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ის არის ადგილი, სადაც სამყარომ შეიძინა თვალები. ადგილი, სადაც ფიზიკა გახდა ცნობიერება. ადგილი, სადაც ატომებმა ისწავლეს სიყვარული, სილამაზე, მნიშვნელობა. და თუ ჩვენ დავკარგავთ ამ ადგილს, თუ ჩვენ განვადგურებთ ბიოსფეროს, რომელიც ქმნის ჩვენ არ დავკარგავთ მხოლოდ ჩვენს სახლს. ჩვენ დავკარგავთ რაღაც ბევრად უფრო ფუნდამენტურს. ჩვენ დავკარგავთ სამყაროს უნარს, რომ იცოდეს საკუთარი თავის შესახებ. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც შეიძლება მოხდეს. არა იმიტომ, რომ ის მოკლავს ადამიანებს, თუმცა ის მოკლავს. არა იმიტომ, რომ ის განადგურებს სახეობებს, თუმცა ის განადგურებს. არამედ იმიტომ, რომ ის დააბრუნებს სამყაროს იმ მდგომარეობაში, სადაც ის იყო 90 მილიარდი წლის განმავლობაში. ბრმა, გულგრილი, უაზრო. ასე რომ, შესაძლოა კითხვა არ არის, როგორ დავტოვოთ დედამიწა. შესაძლოა კითხვა არის, რატომ დავტოვოთ ერთადერთი ადგილი სამყაროში, სადაც სამყარო შეუძლია დაინახოს საკუთარი თავი. შესაძლოა ჩვენი ბედი არ არის ვარსკვლავებში. შესაძლოა ჩვენი ბედი არის აქ, ამ მცირე, ლურჯ წერტილზე. დავიცვათ, შევინარჩუნოთ, გავიგოთ ის სასწაული, რომელიც უკვე გვაქვს. რადგან ბოლოს და ბოლოს ჩვენ არ ვართ პატიმრები, ჩვენ ვართ მცველები. მცველები ერთადერთი ადგილისა მთელ ცნობილ სამყაროში, სადაც სამყარო შეუძლია იფიქროს, იგრძნოს, იცოდეს. და ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც არ არის ტვირთი. ის არის პრივილეგია.